შაბათს 22 საათზე მაფია All-Stars მეორე სეზონით ბრუნდება ბეტსონ სპორტის არხზე. გესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს All-Stars მესამე ეპიზოდი არის. წინა ეპიკური თამაშის შემდეგ კვლავ დაუბრუნდით და როგორც იცით, ყოველ შაბათს 22 საათზე ბეტსონ სპორტის არხზე All-Stars მეორე სეზონი დაბრუნდა. ბრავო. მეგობრებო, საპრიზო ფონდისთვის. მე ვიცი ხა თქვენ რო ფული არავის არ გაინტერესებს. მე 20,000 ლარი არის საპრიზო. 7, 5, 4, 2,500, 1,500. 5 ადამიანს. საპრიზო უდიდესი არის. მადლობა ბეტსონ სპორტს სპონსორობისთვის. ასევე ძალიან მაგარი საჩუქარი აქვს ერთ ჩვენ მეგობარ კომპანიას. Celsius, რომელიც არის გათბობა გაგრილების კომპანია, არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც გათბობის უმაგრეს ქვაბს, პრემიალური ხარისხის ქვაბს აჩუქებს თავის რჩეულს და ვინ იქნება? იქნებ წამყვანი გაახსენდეს ვინმეს. ეს არის მესამე ეპიზოდი All-Stars და TikTok ედიტების გამკეთებლებს. ეს არის მესამე ეპიზოდი All-Stars, შესაბამისად ჰეშტეგზე აი აქ ამონათდება, უკვე ბოლო ეპიზოდი იქნება, ასე რომ დაკლიპეთ რაღაცა ესეთები, მახარას უყვარს ხოლმე და გამოავლენ გამარჯვება. ასევე მე-4, მე-5, მე-6 კოცნდა ის კაცანის ვიდეო და დამავიწყდა. ნახოთ. შევქმნათ ერთად ეპიკობები და მაყურებელს ვაჩუქოთ ძალიან მაგარი ვარდები, ოკეი, ემოციები. მე, რა თქმა უნდა, თამაშის ბოლოს გამოვავლენ ქულებს დავწერ და 6 ეპიზოდის შემდეგ დაიწერება ქულები. მაგრამ მაყურებლებსაც შეუძლიათ ჩაერთოთ ბეტსონ სპორტის აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ შეგიძლიათ რომ მისცეთ თქვენ რჩეულს ხმა. ეს არის სპორტული აპლიკაცია, სადაც იწერება ძალიან მაგარი სტატიები და ასე შემდეგ. მე არ მომცეთ ხმა, ყველა ჩემი ხმა ოზისკენ. ხო. ხალხის რჩეული დასაჩუქრდება 500 ლარით. შემეშალა. ეს ვიმყოფებით მირიან მეფის 31-ში. ზოგადად. მაფიის საიტი, აბა რა შეიძლება? მიდი. რომელსაც თუ მახსოვდოს. არაფერი არ არის. 1990. მაფიის საიტი არის ყველაზე მაგარი საიტი. მაფიის თამაში თუ გინდათ, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ მაფია ჯიზე, სადაც ყველა მაფიის მოყვარული არის გაერთიანებული, როგორც პრომო თამაშეები, ასევე დამწყები მოთამაშეები და ისინი გამიჯნულები არიან დამწყებების და გამოცდილი მაგიდების მეშვეობით. თქვენ ალბათ შეატყობდით, რომ ჩვენ სხვა დღეს ვწერთ გიორგი კალატოზის სახეს რომ შეხედავთ, მიხვდებით, რომ საერთოდ სხვა დღეს არის ჩაწერა. და არა იგივე დღეს.
მადლობა. ფულრუ მაფია არის მაფიის სახლი, სადაც არის ბილიარდებიც, PlayStation-ებიც და ახლა უკვე კომპიუტერებიც. ასევე ვატარებთ ხოლმე ივენთებს სპორტულ აქტივობებზე და ერთად ვუყურებთ ხოლმე ფეხბურთებს, UFC-ს ბრძოლებს და ასე შემდეგ. და გამოვწერებთან ერთად კარგად ვერთობით. მოკლედ, მზად ხართ? აუცილებლად მიულოცოთ ქორო მამა გახდა. ელო მიყლა ფიცი ბამ. მე გეიდან ჯითუჯის არქმე? ვაჟას. ნასასვლელი გავიჩით. ვიდი შეიძლება რომ ეხა დაგვირეკო და ასე რომ დავიწყოთ მეგობრებო. წარმატებებს გისურვებთ. მე კარგად ვიცი რომ თქვენ მაყურებლებისთვის თამაშობთ ასე რომ ერთად შევქნათ ეპიკობები. დავიწყეთ. ხეს ვარ სერიოზულად. სერიოზულად ვითამაშოთ. მოსაღამოვდა. დავახამოთ. იღვიძებს პირველი ნომერი და ირჩევს როლს. იღვიძებს მეორე და გაეცნობა თავის როლს. იღვიძებს მესამე იღვიძებს მეოთხე იღვიძებს მეხუთე გაეცნო თავის როლს. იღვიძებს მეექვსე იღვიძებს მეშვიდე და გაეცნობა თავის როლს და ლაიქეთ უეჭველი, გამოიწერეთ არხები და კომენტარებში გასმამეთ ვინ მოიგებს. იღვიძებს მერვე იღვიძებს მეცხრე იღვიძებს მეათე იღვიძებს მეთერთმეტე და იღვიძებს მე-12. ნახავთ, რა როლი დაუდოვა ქალაქმა. ყველა გაეცნო თავის როლს, ხელები ავიღოთ მაგიდიდან, თავი დაბლა დავხაროთ და იღვიძებს მაფია. მაფია გაეცნობა ერთმანეთს, დონი იქნევს ხელს და ირჩევს მარჯვენახეთს. მშვიდობები მაფიას, მათ დასახეს სტრატეგიები. მშვიდობები. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. მშვიდობები. იღვიძებს დეტექტივი. მშვიდობები და იღვიძებს ექიმი. მშვიდობები. გათენდა. პირველი ნომერი გახსნის წრეს. წარმატებებს გისურვებთ. ეგეთი სიტუაცია იყო, რომ არჩევის დროს
ჩემი თილისმა მოიხსენე და დავაგდე რა. მეთქი არასდროს არ მწყალობდა და ეხლა არ მწყალობს მეთქი და ისევ მოქალაქე აუნევდა. და მივხვდი იმას, რომ ამ თამაში ჩემი თევზის როლი წყალში არის მოქალაქე რა. ყველაზე თავისუფალი ვარ, ყველაზე ჯანსაღი ვარ მაგ დროს და არ მიწევს არაფერს ტყუილი რა, რაც ხდის ბედნიერს. ამიტომ მოგმართავთ მოქალაქეებს, თანამოქალაქეებო. რამდენად ვეცადოთ, რომ ეს მეორე ხელიც მოვიგოთ, რომ ჩემმა რეიტინგმა აიწიოს და იქნება პატარა საპრიზო ფონდს გამოვცხო ხელი. დანარჩენი არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, ხა მე წამყვანი არ მომეწონა, ბლუდუნებ და რაღაცებს. დანარჩენი ჯერჯერობით ვერავის ვერაფერს ვერ ვიტყვით. დანარჩენი თქვენზეა, ძალიან რამდენი წამი დამრჩა? საკაიფო, ისე მოგიყვეთ ხარ. ეს ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე მაფიოზობა და არა, მაშინ სროლობანას ვზარდები, ნამდვილი არ გამოგონდა და ერთმანეთს ვესროლდით ხოლმე. და 12 კაცი ვთამაშობდით და მარტო მე დავრჩი. სამწუხაროდ. ძალიან ფოტო დაუწეროთ. იმიტომ რომ ფიზიკად ვერ ვიტან ადამიანს. აი ეს რაღაც. მოკლედ, უნდა მოვიგოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული იყავით, რომ მე ვარ მოქალაქე და კიდე ბევრს გიპოვით ჩემნაირს. დასრულდა. ორ ნომერს უსმენთ? გამარჯობა. ბოდიში ეს ვისაც ჩემო ფანებო, ვისაც არ მოგწონთ აქ რომ დაჯმული მაქვს. შემთხვევით მოხდა. ამით დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება და მე თქვა. ისა מחר ესე მოდი სერიოზულად რო შეგაფასო ხა რა ამდენი დრო მაქვს ერთი ადამიანი უნდა შევაფასო. პირველი ნაწილი მომეწონა შენი საუბრის, მე დრო რო იკითხე რამდენი დამრჩაო და გააგრძელე სპეციალურად რაღაც ამ დროის ამოწურვა, ეგ არ მომეწონა. რატომ მომეწონა? ლოგიკურად გეტყვი ხა ჩემ ფსიქოლოგიურ ამბებს ჩავრთავ რა, რომ შენც მე შეიძლება გამოიყენო სხვასთან. თითქოს გგონია რომ ვიღაცა გაგაშავებს იმის გამო რომ დრო არ ამოწურე. აი არა, შესაძლებელია ვწდები, მაგრამ თითქოს აი შეიძლება გამა და ანუ მაგ იმაშვები რა, ანუ აზღვევ რო რამე რა. მაგით არ მომეწურა მე რა დაგემთავრებინა საუბარი. მიუხედავად რომ მე ძალიან სასაცილო რაღაცა თქვი მთელ მაერ მოვიცინეთ, მიუხედავად მაგის და მერჩინა იქ დაგესრულებინა ჩემთვის უფრო იოლი იქნება და შენი გუნჩი აყმანა არ აყმანის საკითხი. დასრულდა. სამიანი? პატიოსანი არის מחარა ჩემი აზრით ისე ილაპარაკა ძალიან მეპატიოსნა. ბასტო რატო აი ხა ბასტოზე ვფიქრობ უფრო რა מחარა როლი იმდენ გულწრფელად დაიწყო რომ მაგის დადგმა არ გონია რა. ბასტო ორი ვარიანტია ხო ხან შავია ან წითელია. რატო დაიწყო ესე ძალიან გამოკვლევა თითქოს ამდენი სალაპარაკოც არ იყო, მაგრამ მეტის რაზე უნდა გელაპარაკაც არის მეორე ვარიანტი რა. ამიტომ ბასტოს მოდი ნეიტრალურად დავტოვებ და מחარასთან ერთად ვითამაშებ. დანარჩენი მესამე ნომერი ვარ და დავაკვირდები ქალაქს ოზი გახსნას არ ვაპირებ ანუ მესამე ნომერი გადმომილოცე მაგრამ ეს თუ ვერ დაინახე შემიძლია რომ პას თქვა თუ ბოლომდე უნდა გავწურო მე წუთი შეიძლება მე რამე ეჭხვა შეგეპარებათ ჩემში მაშინ ხო ერთიანი ჩემი გუნდი და ორიანი კაი ბიჭია მაგრამ ჩემი გუნდში არ არის ჯერ პას 4 რაც ლაპარაკეთ ყველას გეთანხმებით ყველაფერში პირველიც კარგი იყო როგორც გახსნა მე ეს გადაწელა დრო და იქით ხუმრობა აქეთ ხუმრობა თავიდან პირველი ნახევარი მომეწონა ამაში ვეთანხმები ბასტოს თუმცა სამიანსაც ვეთანხმები როცა ამობს რომ ბასტომაც ძალიან გაწელა და სამიანს შეძლო იქ იმ მომენტში დაემთავრებინა მაგრამ მე ოზისთან გააკეთა კომენტარი მე ის და აი ბოლოს სამიანმაც რაღაცნაირად ესე მომეჩვენა რომ ცოტა მეტი ილაპარაკა რა შეიძლება მართლა იყოს პატიოსნები მაგრამ რაზეც ხებს ჩააჭირეთ რაღაცა თქვენს ეგრე დაგემართათ ჩემი მოკრძალებული აზრით. არა, მე დრო არ მიყო გავწერილი. გასაგებია. კი ბატონო. მე არც გაშავებთ, არც გაწითლებთ, არაფერს შეიძლება იყოს პატიოსნები, შეიძლება იქით იყოს. ძალიან განსაკუთრებულად ემოციურად ვერაფერს ვერ ჩავიჭერ. מחარა ნორმალური იყო. შეიძლება 1-4-ის თამაში, თუმცა მაინც 4-0-ს ვითამაშე. ბატონო 5 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით მეგობრებო, წარმატებულ თამაშს გისურვებთ. რაც ეხება პირველ ნომერს, მგონია რომ ახლა როცა არის შავი, ყოველთვის შუბლზე აწერია ხოლმე ამ წამს ამ მომენტისთვის ჩემთვის ძალიან თავისუფალი იყო და ძალიან თავისუფლად საუბრობდა. მგონია რომ დაძაბული საერთოდ არ იყო, ამიტომ ამ ეტაპისთვის, როგორც პირველი ნომერი, მეპატიოსნება და ნეიტრალურს კი არ ვჭერ, უფრო მეპატიოსნება. მეორე ნომერს რაც ეხება, პირდაპირ ვთქვა, მეოთხე ნომერმა რაც ისაუბრა, აბსოლუტურად ყველაფერში მიუყვები. მესამე ნომერსეც შემიძლია ვთქვა, რომ ის შედარებით
ცუდ ხასიათზე და თუ ჩაერთვება ჩვენთან ერთად ძალიან კაი იქნება, იმიტომ რომ მგონია ცოტა ენერგია გვაკლია მესამე ნომრისგან. აქეთ მხარეს მგონია რომ შედარებით დადებითი კარტი, ანუ სიშავე ვერცერთი მოთამაშისგან ვერ დავინახე ამ ეტაპისთვის. მაგრამ რა თქმა უნდა შემდეგი წრეების დროს უფრო კარგად დაგაკვირტებით. ანუ მე მგონი ყველაზე რაც მინდა და მეთქვა თქვი რა. აი ეს რას. გუნდი ავიყვანდი პირველ ნომერს აუცილებლად ავიყვანდავით ამ პირველი, მეოთხე, მეხუთე არის ჩემი გუნდი ამ ეტაპისთვის, მესამეს და მეორეს დავაკვირტები კარგად. მადლობა. ძალიან უცნაურია. მეხუთეს ემოციური საუბარი ჩემთვის უფრო დადებითისკენ არის, ანუ ძალიან ისე კარგად ემოციურად კარგად შეაფასე. აი პირველ ნომერზე მე შემიძლია იგივე თქვა, რომ ძალიან წყნარა ჩვიდად გაწუნასწოროთ ილაპარაკა, არ ღლიცნებდა, ჩემდა გასაკვირად სხვათა შორის და მე უფრო მეტად წითელი კარტის ვაი, არა, ღლიცნეში მე ხარ შენ ბოლოს კი რაღაცები იხმარე, მაგრამ მე გულისხმობ, რომ აი რაღაც ცანცარი არისო რა და ეს არ ვიცი ხა იმის ბრალია რომ მე შეიძლება რაღაც როლი გაქვს არ ვიცი მაგრამ უფრო მეტად ვერ დავინახე რომ შავი კარტის როლი არ ვერ დავინახე რა უფრო მეტად წითელი მგონი ხარ და არ მომეწონა ერთი ის რომ ორიანს მაგალითად სხვა ვაიბი დარჩა ერთიანზე ანუ ნახე შენ კი არ გააშავე უყურე ნახე რას გეუბნები ცოტა უფრო ისე ჩააჭირე რაღაცეებზე რა აი 4-იანის მაგალითად რა არ მომეწონა ანუ ნახე შენ ამბობ რომ აქეთო ყველაფერშიო თითქმის ყველაფერს გეთანხმებითო და საბოლოო ჯამში მე 4-0 ითამაშე ხო და რა ვიცი ხა თუ სამ ადამიანს ესე კონკრეტულად აურტებ და არავის არ აშავებ და მე 4-0 თამაშობ ჩემთვის უცნაურია რა ხო შვიდიანი 4-0 ანანოს პოზიციიდან ასე თუ ისე ჩემთვის რაღაც მხრივ გასაგებიცაა და საერთოდ არ არის გამორიცხული რომ აქეთ მხარეს ვიხილოთ გახსნები ლაშა ანუ ისეთი ისაა რომ არ წავს ანუ არ ეძახის არავის შავს მაგრამ არც არავისთან ანუ წითელსაც არ ეძახის მაგრამ არც არავისთან ანუ არც არავის არ აშავებს პოზიცია არის ისეთი რომელიც შეიძლება იყოს გადამოწმებისთვის ძალიან კარგი იმიტომ რომ ნახე როგორ რაღაცა არის ბასტომ საბოლოოდ ვერ მივხვდი ერთთან ითამაშე თუ არა არ ითამაშე ისეთი ის. ანუ შეიძლება რომ ძალიან თავისუფლად და ეს ყოფილიყო რა ქვია რა, ანუ გუნდი აეყვანა. იმიტომ რომ არის რა, ანუ ორი სხვადასხვა ვერსია შეიძლება და განხილულიყო აქ რა. 1-3-ის ვარიანტი შეიძლება და ყოფილიყო 2-1, იმიტომ რომ ნეიტრალურად არის, მაგრამ ამჯობინა რომ ერთიანი ყველა ვარიანტი წითელი გამოდიოდა, მაგრამ მაინც თქვა რომ 1-თან და 4-თან ითამაშებდიო. 1-4-ის თამ არ ხო, ნუ ანონს პოზიცია მე მომწონს, ველოდები იქიდან გახსნას. და ანუ მართლა გეუბნები ველოდები გახსნას, იმიტომ რომ ეგეთი პოზიცია არის 7-0 თუ გახსოვს მაშინ შენიც. დასო. როიანს უსმენ? თქვენი პოზიცია რა არის? ხო, ხელით 1-4-5, აჰა. ანონოზიან ველოდებით გახსნას, კარგი. დაველოდოთ 7 ნომრისგან ანონოს გახსნას. ბიჭო, სად 7-0, სად 4-0, ანუ 4 ნომერს 3 ადამიანი ყავდა და 7 ნომერს 6 ყავდა მაშინ და ვერ მივხვდი რატო გაიგივე რა. ანუ გინდა თქვა რომ 7-0 რო ითამაშა და შავი იყო 4-0 შავია. რაღაც ეგეთი ვაიბი დამშა შენგან. მე არ ვიცი, შვიდიან ძალიან არ მომეწონა რაც ლაბორატორიად ეხა თქვენ რა. 6 ნომერი მომეწონა, კარგი დაკვირვებები გააკეთა ყველაფერზე, უბრალოდ ერთი იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ აი 5-ის ადგილზე 1-4-5 ალბათ არ ვითამაშებდი რა. ანუ 4-მა რო იქ 4-0 ითამაშა, არ ამგო, ანუ პირველ ნომერს როგორც გახსნა, ესეთი საუბარი, ესეთი კარგი საუბარი მაგარ ჯერ არ ქონი, ჩემთვის. და რო ვიცი რომ წითელი კარტიდან ცოტას უფრო სხვანაირად თამაშობს ხოლმე ჯერ მაინც თავ შევიკავებ იმიტომ რომ შეიძლება მართლა რამე ცუდი როლი აქვს და პირიქით ეხა ცდილობს რომ მართლა წითლად ითამაშოს რა არც ორიანი არისო ეგეთი შავი და რატო გააშავით აქედან ანუ ვერ ხვდები რა აი პირველ სამში აი ეგეთი შავი კარტები არ მგონია რა ორიანი არავის არ გაგუშავებია რეალურად რომ შვიდიანზე ვილაპარაკა ორიანზე 4-იანმაც არაფერი კაი არ ვილაპარაკა ორიანზე და არც თქვენ არ ორიანზე კაი რუიანს დავეთანხმები ერთიანზე რომ სხვანაირად თამაშობ და სხვანაირად გახსნა ძირითადად როცა წითელი ხარ მაინც ბევრს თანცარებ ხოლმე მაგრამ კაი არ გვინდა ეს ძველი ისინი ორიანს ვეტყვი რომ რა ფოლს იღებ ანუ მე ხვეწები რომ ფოლი დამიმატეთ და მალაპარაკეთ და რაღაცა შეინახე ეს ფოლი წითელი თუ ხარ და გამოგადგება მე სამიანი ხო ანუ ვერ მივხვდი ვერაფერს იმიტომ რომ ძალიან მონოტონურად და ისე ისაუბრა რომ ემოციებით ვერაფერს ვერ გავიგებდი მაგრამ ჯერჯერობით ნეიტრალურად დავტოვებ 4 რაღაც ვერ მოусმინე კარგად ხალხს ვერ კონცენტრირდი ოზი მეც არ მომეწონა უფრო ვითამაშებდი 8-ს 6-ს და 8-ს და 6-ს ვითამაშებ ამჟამად და ვეცდები რომ კონცენტრაცია მოვახდინო უფრო იმიტომ რომ ვერ ჩამოყალიბდი ბას 10 თუ თავი შენი თან გახლავს ღარიბად არ იხსენები მე ერთ რაღაცას მეოცე ყურადღება პირველი ღამის შემდეგ
ეს მგონია პირველ ღამეს ძალიან ბევრი რაღაცა დაიგეგმა. ამ დაგეგმაში არ მგონია მახარა ყოფილიყო მონაწილე, არც 2 და არც 3. დამგეგმავები უფრო არიან 4, 5, 6 შეიძლება 7 და 8. აქეთაც არ მგონია ვინმე 3 დაიგეგმა. ახლა შევაფასოთ, მოდი. მახარა მე მომეწონა, გუნჩიც ავიყვანდი რო რამე, ბასტოს არ ავიყვანდი ნეიტრალურად, 3-საც ავიყვანდი. ანანუ არ მომეწონა, ოღონდ ცოტა ნეიტრალურად და ყველაზე მეტად 5-იანი არ მომეწონა. მგონია რომ ისეთი ენერგიით ახარ რომ აი ხა ნახეთ რა ვქნა თუ რაღაცა. ლაშას აქვს შეწუხებული სახე. ეგ არ ვიცი არც ნიშნავს. 20-დან აზრი ვერ გამოვიტანე რა ილაპარაკე მართლა და ვერც 8-დან და ცხრიანის გუნდს ხვდები რატოც აიყვანა და ოკეია. და 8-ზე თუ აზრი ვერ გამოვიტანე 9 8-იანი ითამაშა და 6. ეგეც ოკეია, მე კაიგი არა. და 6-ის არ მოგწონდა 8. დასუნდა 8-იანს ფოლი. 11? ანუ მე პირველი 2-3 არის ძალიან ნეიტრალური რა ჩემთვის. ამ 3-დან ყველაზე მეტად 3 ნომერი არ მომეწონა და არ ვიცი დაღლობას დავაბრალოთ თუ რას დავაბრალოთ, იმიტომ რომ ძალიან აქტიურია, როცა პატიოსანი მოქალაქის როლი აქვს 3 ნომერს და ცდილობს რომ ბოლომდე დაასრულოს თავის საუბარი. რაც ეხა არ მოხდა. 4 ნომერი მე რავი, აი დადებითად უფრო არ განწყობილი ვიდრე უარყოფითად, იმიტომ რომ ამ 3-ში გუნდის აყვანა ვერცეც ვერ ავიყვანდი ვერც მე რა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან განსხვავებული იყო ამ მომენტში. 6-იანი მომეწონა, 7-იანი არ მომეწონა. 6 იქნება ჩემი გუნდი, 4 და 10. 12. პირველი 3 თითქოს ჩემთვის ერთ ტალღაზე იყო. და 11-მა როგორც დაიწყო ახ საუბარი, 3-ზე რო უფრო მეტი ილაპარაკა, ეგეც მომეწონა 11-მა თქვა, იმიტომ რომ მეც თითქოს რაღაცა შევამჩნიე, რომ 1-2-ზე ილაპარაკა 3 ნომერმა, მაგრამ მე რაღაც ხანიქით 7 ნომერს გადაწვდა, მე ესე 2 ნომერს დაუბრუნდა და მაინც მგონია, რომ პატიოსანის გადმოსახედიდან ესე არ ითამაშებდა რა. თითქოს დაბნეულობაც იყო. 4-იანის 4-0 დიდად გასაკვირი არ ჩემთვის არ იყო. 7-მა რო გაამახვილა ყურადღება. 5-იანმა ითამაშა 4-1 და ნუ ისე რა უშავს. 6 ნომერმა 5-1 ითამაშა და 5-6-ზე მოკლედ ნეიტრალურად, უფრო კარგისკენ. 7 არ მომეწონა შედარებით უფრო, იმიტომ რომ 8-იანმა რაღაც კითხვა დაუსვა და ისე დიდად პასუხიც არ გაუწია. 9-იანის გუნდიც დიდად ვერ გავიგე, 10-იანი დიდად არ მომეწონა, 11 მომეწონა. ძალიან საინტერესო ნულოვანი წრე იყო და ღამე მეგობრებო, გადაჩურჩულებაზე დაუწეს შემდეგში ფოლს, ისედაც ერთი ფოლი გაქვს. და ამას გაპატიმრეთ. დაიღვიძებს მაფია. მაფიოზები დასახავენ სტრატეგიებს. ვებშიტობები მაფიას. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იღვიძებს შოგუნი. და უერთდება იაკუძა. ისინი დასახავენ სტრატეგიებს. ვემშვიდობები. იღვიძებს დეტექტივი. და ეძებს მაფიას. პასუხი ექიმი არ იღვიძებს.
თემდება. წრეს გახსნის ნომერი 2. მე მაქვს ხოლმე 2 ისა მაქვს რა მეთოდი რა. ერთი არის რომ ემოციურად დაახლოებით რაღაცა ცოტა უცნაურია, მაგრამ ემოციურად ფიქრობ ხოლმე აი რას ლაპარაკობს და როგორ ლაპარაკობს ადამიანი და მეორე რას აი რა არგუმენტს იფიქრებს რა. ხშირად არის არგუმენტი, რომელიც არის მოფიქრებული, რომ წესით დარიგით ლოგიკურია, ფურცელზე წერია ესე ლოგიკური რო არის, იურიდიულად, მაგრამ შეუძლებელი ეს გონებრივ დაგიგენერირდეს თუ დაატანე ძალა. ეხლა ჩემთვის ეგეთი არის 7 ნომერი, უცებთ, ანუ 5 ისე არ მომეწონე, რაღაც პონჩი არ მომეწონე. ლაშა, შენ ჩემზე რაღაცა თქვი, არ მახსოვს რა, მაგრამ ოკეი, მე გაგცემ პასუხს, გაგცემ. 7-იანი იყო ეგეთ ვისაც აი რაღაცნაირი არგუმენტი, ილაპარაკე ძალიან ბევრი, წინა ხელზე 4-0-ით ითამაშა. კი, ერთ რაღაცაზე ილაპარაკე და ბოლოს ისიც კითხე, რომ შენ თქო და მე კოპალამ კი პასუხა თავის დროზე, რომ შენ რას ფიქრობო? კოპალამ მომეწონა, ყველაზე მეტად მომეწონა 10-იან და 11 რა ამ იმაზე, ჰიტა გულწრფელი მგონია, სოსოც გულწრფელი მგონია და კიდე დასვლა 3 ვინ მოგეწონა კიდე? 8 ნომერი გადამოწმებული შავი მეგობრებო. დეტექტივი ვარ და 10 ნომერია წითლად გადამოწმებული. 8 ნომერი არის შავი, სიმართლე გითხრა 7-ში და 8-ში ვფიქრობდი, იმიტომ რომ ოზი დიდად არც ვერ მომეწონა. მაგრამ კოპალა წავიდა ოზის წინააღმდეგ, კიდე იქიდანაც შეუტიეს და ძალიან ბევრი შეტევა იყო ოზიზე და კოპალა იყო ისე გიღმო რამე როლი ხო არ ხარ შენ შემთხვევით, ანუ კაია, ხო, კოპალა მოკლედ მარტივი შენზე გადამოწვევა და წამოსვლა მარტივია ზოგადად, იმიტომ რომ მირჩევნია რომ გადამოწვევა როლი იყო, კავა მაგ ფეიქი. ხო, მირჩევნია რომ სოსო შენი რეპლიკა ჩემთან დაკავშირებით, რომ ანუ აუცილებლად გეშავა, მე როლში ვიყავი თავიდან და შეიძლება მაგიტოც მათ ნერვიულობდე და ეგეც უნდა გაითვალისწინო. და ძალიან არ მომეწონა შენი ეგ რეპლიკა, მაგრამ მაგის გამო არ გადაგმოწევდი, მაგრამ შენც არ მოგეწონა ოზი როგორც მახსოვს, ხო? ანუ 7-8 ანუ ოზის გადამოწევაც არ იყო ცუდი ვარიანტი რა. 10 ნომრის გადამოწევა საინტერესოა. როგორც ვასახელებ ნომერ 8-ს. ხო, მგონი მიიღეთ, ხო უკვე. 4-იანს უსმენთ? გადასარევი. თქვენ იმდენად ხვანცალებდით და კარგ ხასიათზე ბრძანდებოდით. რომ როლი უნდა გქონოდათ რა. მომეწონა თქვენი გახსნა. ანუ ან შალოდ გაიხსნები, ან დეტექტივად, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ოზი ზედმეტად ბევრი ლაპარაკე ჩემზე. ძალიან ბევრი არ მომეწონა. ლაშა, აი პათოში გეთანხმები, მაგრამ რაღაცა ისე ნაზად გაგვკარი, კბილი გამოგკარი, თან გაგვეშავე, თან არ გაგვეშავე. შეიძლება ფიქრობდა პატიოსანი ხარ და მაგიტომ, მაგრამ აი რაღაცა გულში ხინჯან დამჭა. კნო არ უსმენდა თამაშს და ესეც დაღლილი ბრძანდებით შეიძლება მე არ ვიცი. 10-იანი მე მომეწონა, 11-იანსაც არაფერს ვუჩივი. ვინ დავასახელო? ის დასახელებული ამას ვიღაცა დაასახელა. მოდი 2 ნომერს დავასახელებ და მიღებული. ძალიან ბრძნულ ლიდერებს გაგვიზიარებს მომავალში. დასვლა 5 ცხოვროში პირველად რამაგდასთან მართლა ნამდვილი დეტექტივი. აი, მე-7 ნომერმა, რო დაიწყო საუბარი, წავედი რომ აუცილებლად მე-7 ნომერს გადავამოწმებდი, ანოსაც ვკითხე რას ფიქრობთ და დარწმუნებული ვიყავი რომ მე-7 ნომერს გადავამოწმებდი. უბრალოდ რომ დავიძინე და გავიღვიძე, მე-7 ნომერი შავი ყოფილიყო შემოყვანა, მე იყო დარწმუნებული ვიყავი იმას რომ მე-7 ნომერი ძალიან მარტივი შემოსაყვანი იქნება და შავად. ამიტომ მე-7 ნომერი აღარ გადავამოწმე. მე-7 ნომერთან ერთადერთი ადამიანი, ვინც ცოტათი მეუცნაურა იყო ჩემთვის მე-10 ნომერი და გადაწყვიტა რომ მე-10 ნომერი გადავამოწმებინა და მე-10 ნომერი არის წითელი. მე ვარ ნამდვილი დეტექტივი. რა შეეხება ახლა თქვენ? მე-7 ნომერი მართლა არ მომეწონა, არ ვიცი, ყველაფერს მიედმოედო და ჩემთვის არ ვიცი, ამ ღამეს აუცილებლად მე-7 ნომერს გადავამოწმებ, თუ ახლა არ გავა. აქეთ ხარეს რა შეეხება? ჰიტაში ახლა დარწმუნებული ვარ, რომ არის წითელია. აქეთ რა შემიძლია თქვა? დავასახელებ მე-3 ნომერს რა თქვა? მიღებული. მე მომის გასულეთ? გაპასეთ ხოლმე. 6-იანი? ალბათ შეგეშალა, იმიტომ რომ შენ თითქოს მომის 7 დარწმუნებული ვარ, რომ წითელიაო, ესე თქვი, თუ ჰიტაზე თქვი. წითელი გასაგებია, რომ შენი მხრიდან გადამოწეული. ნახე, მე ვერ ხვდები ჰიტას გადამოწევას. ჩემთვისაც მაგალითად ჰიტა უფრო მეტად გულწრფელი იყო რა. აქეთ აი 9-10 უფრო მეტად მომეწონა, 11-ს ქონდა ძალიან უცნაური გუნდები, მიუხედავად რომ მე გუნდში ამიყვანა 4 იყო ჩემთან ერთად გუნდი და 4 მე არ მომეწონდა, ანუ ეხაც დამაკლდა რაღაც რა. აი, ნახე, თუ პატიოსანი მოქალაქი ხარ, მე არ ვიცი, შენ პათოში მეთანხმებ თუ რაში მეთანხმებ, მე შენ სწორი კომენტარი გავაკეთე შენზე. ორიან, ეხა უფრო მეტად მომწოხა რა და 8 იც შენზე რა არ მომეწონა,
მეგონა რომ მე შენ გეკითხებოდი რა მე ერთიანი უფრო მეტად პოზიტიური ჩავთვალე და ორიანზე ვთქვი რომ რაღაცა ზედმეტად ჩააჭერა მეთქი აი მახარას უაღიაროთ რომ ძალიან კარი გახსნა ქონდა და ეს უნდა აღენიშნა მაგრამ უფრო მეტად იყო ცოტა შეტევა ვიდრე ის რომ მახარს აღო რა და შენ პირიქით თქვი რომ ერთიანი უფრო შავი მგონია იმიტომ რომ წითელი კარტიდან უფრო მეტად ღლაბუცობს და მე პირიქით თქვი და მე გუნდში ამიყვანე და ეგ რაღაცა ვერ დავამოღამე და მაინც ამიხსენე მიიღეთ 3-ის კანდიდატურა, მიიღეთ 5-ის კანდიდატურა, მიიღეთ 8-ის კანდიდატურა. პროექტში შენ გადამოწმებული შავი ხარ, როგორც მინიმუმ მაფიის წესებით შენ გასამართლებული იქნები ახლა. მაგრამ 5 ნომერთან ახლა სასაუბრო. ყველა არ დახარჯო გადამოწმება. ჩემზე ყველა არ დახარჯო გადამოწმება. ჰა? არ დახარჯოს გადამოწმება, ჩემზე ყველა თქო ეუბნები რა. ღამისთვის სხვა რაღაცა უკეთესი შეიძლება გაკეთდეს. სხვა მხარის. აქეთკენ მე ანუ 10-იანი საუბარი მეც არ მომეწონა. 10-იანს მე გადავამოწმდი ალბათ ჩემს ადგილზე რო ყოფილიყავ, მაგრამ ანუ შენ მეგონე მე დეტექტივი უფრო მეტად ვიდრე რაიმე სხვა. შენი პოზიციიდან გამომდინარე. 5-იანის პოზიცია მე მომეწონა რომ შენ თან ითამაშე 1-იანთან და მაგიტომაც ავიყვანე ზუსტად ეგ გუნდი რაც იყო. და ასევე 12 ნომერი არ მომეწონა წინა წრეზე. ბიჭო, არ ვიცი რა, ანუ როგორღაც შენ ანუ აი აურას რო ეძახიან, ხო იცი რა, ანუ არ გაქვს ისეთი აურა, როგორც გაქვს ხოლმე, როდესაც ხარ პატიოსანი. დასრულდა. რუიანს უსმენ? თქვენ თუ შერიფინებ. დაახლოებით რა. აი თქვენ თუ აი ვაგანი 7 ნომერის კანდიდატურას, რომელიც არის გადამოწმებული შავი. 7 ნომერი არის გადამოწმებული შავი, რა მე როლი ხო ბრძანდებით. ექიმი ხართ? ექიმი გაიხსნეთ, მე არა ვარ შერიფი, პროსტა ვთქვი ეს შავია უეჭველი. ექიმი ხო ხართ? მაგიდაზე ხო ვიღაცა და იცით. ძალიან კაი. ეს ხო შავია აქ რა. მაგიდო ჩაგეკარი თვალი პროსტა ამას შემოიყვან შავად მეთქი რა. არა წამოიკი. კაი, 7-იანი შავია, აუცილებლად ვაყენებ 7-ს, ვაყენებ 3-ს, 3-7 გუნდი არის. თქვენ 4-ზე ამზადებდით და ამიტომ არ მომეწონეთ რა, 4-4-0 რო ითამაშა. ამან წაკბინა რომ ის იხსნებოდა ეგონა რა და მე მეგონა ეს იხსნებოდა შერიფად და ამიტომ უთხარი რომ შენი გუნდი ვინ არის მეთქი და 4-ზე შენ შეტევა არ მომეწონა. 4-იანი ექიმია, 5-იანი დეტექტივია, მე წითელი კარტი ვარ, 3-7 მაფიის გუნდი არის. ეხლა რა შეხება აგეთ. ოკეი, ანუ 10 ნომერს ის კითხვა მე იმიტომ დავუსვი რომ 10 ნომერს არ ახსოვდა რა ილაპარაკა 8. მაგრამ აი გუნდში აიყვანა 9, რომელმაც 8-ზე თქვა კარგი და ეგ არ მომეწონა და ამიტომ ვკითხე მე 10 ნომერს რა. შესაბამისად აი 3-7 შავების გუნდი არის, მე თუ შავი ვარ, აქ მე ვიხსნები და არა 5 ან 4 ნომერი, რომელიც ანუ მე რო შემოყვანილ შავი ვარ, მე ან იქ იმად გაგიხსნებ, შეიძლება მოიჭველი არის ყოველთვის. 9-იანი? ნახდება. არა, მეც მივხვდი და ვიხდებოდა ხალხი, რომ ოზი მაგას ანიშნებდა, რომ ექიმი ვარ მე და ჩემზე არ დახარჯო გადამოწმება და შენ მაგიტო გახსენი მე და შენ ხო არ ვიცი. არა შავი გეგონა და იბრალებდა ექიმს და მაგ ხო ძალიან ჩახალხტულია ეგ ამბავი. მიიღეთ 7-ის კანდიდატურა, მიიღეთ 8-ის, მიიღეთ 4-ის კანდიდატურა. აი, მე ამ ორ დეტექტივს შორის ცოტათი 3-იანისკენ გადავიხრე, მაინც ძალიან ემოციურად თამაშობ შენ. ძალიან ნერვიულობ იმაზე, ანუ უფრო დაალაგებულად ისაუბრა კალამ ჩემთვის. ანუ არ მომოფინოს რომ კალას დეტექტივობით თამაშობ, ორივე დეტექტივობას განვიხილავ ჯერჯერობით. მაგრამ უფრო აი 51-59-ზე გადავიხრები კალასკენ ჯერჯერობით. მაგრამ არაფერი არაა გაწყვეტილი ამით. ლაშა ისე მომეწონა, კარგად ალაგებ რაღაცებს და ჯერჯერობით ვითამაშებ შენთან ერთად, 8-სთან ერთად აღარ ვითამაშებ, იმიტომ რომ რაღაცებში გაეხლართეთ, მე ვერ გამოვყვები შენ. ეგ ვერ ჩამოვყვები ვერსად. ვითამაშებ 2-ს, 2-ს კი 6-ს ვითამაშებ. 10? მე რო ხა ჩამოვყალიბდი. ხო არ სწორი ის ფაი. მე ნიკო შენ ჩემს მიმართ გადამოწმება არ მომწონს. მე ჩემი აზრით არ ვიყავი გადასამოწმებელი ამ რაუნდში. ამიტომ უფრო კალას ვენდობ. სამაგეროს იხდის ეხლა თუ ამიტომ უფრო კალას ვენდობ. და რიანის გადამოწმება მომწონს. ავაზე ფონს არ დაგიწევ. ანუ რა არის თითქოს რიანისგან ბოლომდე თავის გამოსვლება ვერ დავინახე. როგორც უნდა გიქნა, ეგრე არ გიქნია. 7-ზე გადაიტანა შეტევა და 7-ა და 4 შორის რომელიღაც ექიმია და შენ რატო ეუბნებოდი ნინიკოს მაინც და მაინც? არა, რა იცოდი ნინიკოზე? მე ამაში ვხვდები ვერაფერს. ოძის ხო არის დასახელებული, მოდი მახარას დავასახელებ. ბოლოს ილაპარაკებს და მე კიდე მაგის დრო კონდეს. მე ეხლა წნეხის ქვეშა ვარ, შემიძლია კიდე დაგელოდოთ და მე ჩამოვყალიბდები მე თვითონ. დასრულდა. 11? ჯერ ბოლომდე ვერც ვერ ჩამოყალიბდი დეტექტივებში. 5-იანი აი თითქოს ეგ სწრაფად გაიხსნა დეტექტივად ნაცნობი სიტუაცია, მაგრამ გონი შეიძლება რომ მომზადებული ქონდა წინასწარ რომ ეგრე ექნა რა.
და გადამოწმება აი 10-იანი რატო გადამოწმებები? და 8-იანი რატო გადამოწმება, რომელსაც 3-იანი გუნდში აიყვანა, ეგეც დავსვათ საკითხად. ის წესრიგში. მადლობა. უზი შენი ძახი რო ექიმი ხარ? ოპა, და ანანოც ექიმი. მოდი ხო, ნუ დასახელებულები ხართ ყველა და ილაპარაკებთ და მე რაღაცა დასკვნებს გამოვიტან. ჯერჯერობით მაგარი არეული ვარ პირადად მე. მაგრამ უფრო კალასკენ ვიხრები. 5 წამი? მადლობა. 12? ვასახელებ 3-ს, 4-ს, 5-ს, 7-ს, 2-ს. აუცილებელი კი არა. 2-ს ვასახელებ. არა, მინდა, აი 2-ის ის მინდა, მაინტერესებს. 2 დასახელებ. აი, მაშინ 8 დასახელებულია ალბათ და არავის არ ვასახელებ მეც. რა მომწონს, ცი? აი 6-იანს ვასახელებ. სხვადასხვა გუნდელები გაიხსნენ, მე მგონი რა, აქეთ რა. გადამოწმება არც მე არ მომეწონა 10 ნომრის და ის იმას არგუმენტად ვერ მივიღებ, რომ მე რო 7 გადამემოწმებინა, თქვენი ფიქრებდით, რომ ისა რა ქვია, მარტივი შემოსაყვანი იყო, იმიტომ რომ თუ ფიქრობ, რომ 7-ია, უნდა გადაამოწმო და გვითხრა. მე ეგრე ვიფიქრებდი, ნამდვილი დეტექტივი რო ვიყო რა. ამიტომ არ მომეწონა 5 ნომრის ესეთი გახსნა. გონია რომ 7 და 8 სხვადასხვა გუნდია და ჯერჯერობით ანუ შავები არიან რა, პროსტო სხვადასხვა გუნდის და ერთმანეთი ისქნეს, რა ქვია, ერთმა მეორე გახსნა რა. და 4-იანი მგონია ჯერჯერობით ექიმი კი. რაღაცა ფლეშბექები გავხსნა. უფრო მაგისკენ ვიხრები ცოტათი. მე სადმე ვისაუბრებ. გადაჭრილად არ ვამბობ. აკი ბიჭო. მე სადმე ვისაუბრებ, რა გამახსენდა მოყვები. პირველი ნომერი სანამ დახურავს დღეს, დასახელებულები არიან 8, 2, 3, 5, 7, 4, 1, 6. პირველი ნომრის 1 წუთი. ბიჭო, წერანი მოხდა როგორი აბიდუბია რა. ანუ ოზიმ დაიწყო იდეაში ექიმად გახსნა, დაიწყო რომ რაღაც დეტექტივს ეუბნოდა რომ მე არ გადავამოწმო. მე უცებ 8 ნომერი რაღაცა კატას დგავს ოზის გასახსნელად, რომელიც რაღაც პროცენტულად ვიცით რომ ოზის რაღაცა როლი აქვს და უცებ ანიშნებს ვიღაცას რომ აი ხო ხართ ნამდვილი. ხო ხართ და დაბნეული 4 ნომერიც კი ვარ, თაკა ვარ, თაკა. თითქოს ეთანხმება ყველაფერს. ჩემი მხრიდან ესე ჩანდა, რომ 8 ნომერმა სასტრაფო დაიწყო ძებნა, რომ ვიღაცა ჭირდებოდა მოწმედ გვერდზე და დაითანხმა მე-4 ნომერი ამ მოწმეობაზე. 4 და 8 ერთი გუნდი მგონია, რომელი მხარე არ ვიცი. რაც უნდა ჩემთვის რთული იყოს ოზის ამ ეტაპზე რაღაცა რახან დაიწყო ექიმობა, მაგ მხრივ რაღაცა პროცენტულადაც ოზისაც იმაშვებით. 5 და 3-ს შორის ჯერჯერობით მე ვერაფერს ვერ გადავწყვეტ, ერთ კურსსაც გაუძლებ თუ გადავრჩი და მე გეტყვით რაღაცას. დასრულდა თქვენი დასახელებულები არიან 8, 2, 3, 5, 7, 4, 1, 6. ამ თანმიმდევრობით. 8-ის 30 წამი. ნახეთ, მაგ არგუმენტზე შე რომ მეუბნები მე რომ მე ოზის ვითომ რაღაცად ხსნი, მე შემილა მე თვითონ თქვა რომ მე ვარ ექიმი მეთქი და ან პირიქით მე გავიხსნა დეტექტივად და ვინმეზე ვთქვა, ვინც აი 7-ზე ვთქვა რომ გადამოწმებული შავი. მე თეატრი აღარ იქნება, გაიგე, შენ თეატრი გინდა. ნახეთ, თქვენ არ ვიცი მე რა ფერი გაქვთ, მე აღნიშნე კიდე თქვენზე რაც ვისაუბრე რა, ეხლა დიდი იმედი არ მაქვს თქვენ რომ აქ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ მაინც. მე გეუბნებით 4, 7 ანუ 7 ნომერმა 4 ნომერი ნუნწრაზე იპოვა დეტექტივად, აი ეს იყო რა და თავიდანვე შეძრომა ცდილობდა 4 ნომერთან მე ეს დავინახე. მაგრამ ისიც დავინახე 4 არ იყო შე. 2-იანს უსმენთ? ეხლა უყურე ესეთი გუნდები იხატება, ხო 4, 5, 8, ესე ძალიან ხეშად რო ვთქვა და 3, 7 უფრო ერთმანეთის ისინი არიან რა. კოპალა გადადეს ეხლა ძალიან დაბნეული ვიყავი, წარმოდგენა არ მქონდა, დიდვიდაჟე ვაპირებდი რომ მეთქი მე ხო ვთქვა რომ 2-იანი გავალ, იმიტომ რომ მაგრამ კოპალა როდესაც შავია და გადამოწმებ, ანუ ებრძვიან რომ შავი ხარო უყვარს აი მაგ რაღაცა ცოტა აბუჩა დაგდება ოპონენტის, რაც ეხა გააკეთა, რომ დარწმუნებული ვიცი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ, მაგრამ რატო ვერ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას? სწორედ ამიტომ აი ეს შენზე ავწევ. 3-იანს უსმენთ? მე ვეკითხები 5-იანს ექიმი ვინ გონია, ანუ თავისი ექიმი. ანუ გონია. რატო? მე შენ კითხვაში თუ მეტყვი, მე არ ვიცი. მე ნახე შენ შეიძლება იაკუძა იყო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ოზის გადამოწმება მინდა. არ ვიცი, ანუ სწორი იქნება თუ ორი ექიმის შორის გადამოწმება, ოზიმ შენი გადამოწმება მაინც მინდა. იმიტომ რომ ვერ ხვდე, იმიტომ რომ ის შეიძლება შავი იყოს და შენ შავი იყო, ოღონდ სხვადასხვა გუნდს და მაშინ ანანო გამოვა ჩემი ექიმი.
და 5 ნომერი რატო ჩამოყალიბდა ექიმებში? დასრულდა. 5-იანს უსმენთ? მესამე ნომერი არის შავი. მეშვიდე ნომერს რაც შეეხება მეშვიდე ნომერს ექიმების, იმიტომ არ მიჯერა, რომ თავიდან პირველ წრეზე მეშვიდე ნომერი იმდენად არეულად საუბრობდა, რომ მართლა გულწრფელად გამიჩნდა ეჭვი და მინდოდა რომ გადამოწვევინა. უბრალოდ გითხრა რატომ არ მოგწონს ეგ არგუმენტი ვერ ხვდები, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ეგრე მოხდებოდა, ყველა იტყოდეთ იმას, რომ 7 ნომერი იყო ძალიან მარტივი შავად შემოსაყვანი და ეგ გავაკეთე. ამიტომ უცბად ადამიანზე ვისაც გამახსენდა რომ არ მომეწონა საუბარი, გადამოწვე 10 ნომერი, დამხვდა წითელი. მე ვარ დეტექტივი და მესამე ნომერი არის შავი. დასრულდა. 7-იანს უსმენთ? ნახე 7-იანს რო გადამოწმები და შავად შემოიყვანდი, თუ შავი უნდა შემოგეყვანა და 7-იანი ექიმი რო დაგხვდებოდა. მე რა გაშავდებოდი იმ წამსვე შენ ჩემთვის. იმ წამსვე. ხო არის, გეუბნებოდი, მაგიტომაც იყო. ამან არ ვიცი შენ რა გაიკეთა ახლა, შენ წერა მეუბნებოდი რომ არ ვარო, შერიფიო და მე რა უცებ იხსნები შერიფად და კაკრად კატადადგი ის რაც რაზეც მიდიოდა საუბარი რომ რაღაცნაირად გინდა ვიღაცას გადაიტანო ეგ თარგეთი რა. როგორც არ უნდა იყოს, მე არ ვარ ჩამოყალიბებული დეტექტივში რომელი არის, მაგრამ გადამოწმება ერთი შავი შენ ხარ და უნდა გახვიდე ამ მაგიდიდან. დასრულდა. 4-იანს უსმენთ? მეგობრებო, ეხლა მაინც ვინმეს თუ ეჭვი გეპარებათ, ერთიანს მიმართავ, ვინ არის ექიმი, მე არავინ არ მიტევდა ისე ძალიან ამაგიდაზე, დასახელებულიც არ ვიყავი, სანამ არ ვთქვა რომ დავესახელებინე. მე ამ მომენტში ექიმად არ გავიხსნებოდი ისე, მაინც რო იცოდეთ, მით უმეტეს განწირული კოპალას გადასაფარებლად, ანუ არ დამლინკოთ 8 ნომერთან. შეიძლება 8 ნომერი იყოს პატიოსანი, ის იყოს ფეიკი, ის იყოს ფეიკი, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის 7 ნომერი არის აუცილებლად შავი, რომელმაც 0 წრეზე 4 ნომრის გარდა არაფერზე არის საუბრა სხვაზე და არც ამ წრეზე დიდად პირველ ნომერს უსმენთ? ვიგე არ მინდა ვეჯერო. არ ვიცი, კოპალა გადის ყველა ვარიანტში. ჩემი იმიტომ შეურაცხყოფა მაენა. მაგაზე მე მოეთხოვება პასუხი, მაგრამ ხო, ანანოს სიტყვები რომ გაემიჯნა კოპალას, რაღაც პონჩი შვება იყო ჩემთვის, თუმცა მაინც ვაკვირდები სიტუაციას, კალას ჩაკითხვაც მომეწონა ქალბატონ ნიკოსთან. რომ შენ ვინგონია ექიმიო და რაღაც ცოტა ბევრი ფიქრი იყო, იმიტომ რომ უკვე მეგონია რომ დეტექტივი გამყარებული. 6-იანს უსმენთ? ხე მე ერთადერთი რაც არ მომწონს, რა ძალიან დაალაგდა ეს რა ქვია 4-5-8 და საერთოდ შეიძლება რომ მაგათაც 3-იანი თუ დეტექტივი იყოს რა, აქეთ მაგ გუნდში არ იყოს ექიმები, ნახე, ძალიან დაწყულდა, ესე არ არის რა. კოპალას რას პატარა ლაფსუსები დავიჭირე რა შენში. აი პირველ წრეზეც მაგალითად 1-იანზე და 2-იანზე სრულიად საპირისპირო თქვი და შენ თქვი რომ მომეწონა 6-იანს ლაპარაკი გუნდში აიყვანე. მე შენ კითხე და მაგაზე პასუხი არ გავეცი რა. ხო და 7-იანსა და 4-იან შორის მე ხა მისმის შენიშვნები რაც მოდის რომ როლი გქონდა, მაგრამ გუნდებში ვერ დაგა. დასახელებულები არიან 8, 2, 3, 5, 7, 4, 1, 6. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ხმა. თქვენ ვერ ხედავთ თქვენ ხმას და შემდეგში თუ რამე არის, კარგად აიწით. ვინ ფიქრობს რომ 2-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 3-იანმა? ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა? 7-იანმა? ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა? 1-იანმა? 6-იანმა? 8 ნომრის ბოლო სიტყვა? კარგი, ნახე, სულ მაქვს რამოდენიმე არგუმენტი ამასთან დაკავშირებით. ნახეთ, როცა 3 ნომერი fake detective შემოდის ჩემი შავი გადამოწვევით, ანუ მიზახის მე შავს, მე ძალიან თამამად ავდგები და გავიხსნები მე დეტექტივად, ან შემოვალ ვინმე შავით, ან ვინმე წითლით, ეგ მე არ გამიჭირდება. ანუ ეხა აი მარტო ამ არგუმენტს არ დავტოვებ. რა ეხა იტყვის რომ ამან ეს იმიტომ თქვა რომ ამით რაღაც გათლა. არა, 5 ნომერი მომისმინეთ, მე ეს იმიტომ გავაკეთე რომ ეს ყავდა ძალიან შავი და თქვენ ამასთან გადამოწმება არ დაკარგოთ რა. ოკეი, ამას რო ვუტევთ, 5 ნომერს რო ვუტევთ, 10 ნომრის გადამოწმება რა მოგცაო? აი 3 ნომერი ხო გადამოწმება 8. ანუ რა მიზეზი რა იყო ამ გადამოწმების? მინდა რომ მომდენო წრეზე თქვენ დასვათ ეს კითხვა, მოусმინოთ 3 ნომერს, რატო გადამოწმება 8 ნომერი? რა შეეპარა ეჭვი? ვინ იყო ჩემი გუნდი, ეგეც თუ ახსოვს, მაინტერესებს, იმიტომ რომ დეტექტივები ადამიანს ამოწმებენ მათი გუნდების გამო. მე 3 ნომერი გუნდში ავიყვანე. და 5 არ მომეწონა 0 წრეზე, ეგეც თუ გახსოვთ რა. მე 5 არ მომწონს თო გითხარით. 4-0-ს თავი დავანებე, იმიტომ რომ აი აქ რაღაც ხდებოდა. ანუ გამოდის რომ მე 0 წრეზე ნამდვილი დეტექტივი თქვენთვის, ვინც ხელი აწიეს ჩემში 3 ნომერს გუნდში ვიყვან და ჩემს დეტექტივს, აი 5 ნომერს გუნდში არ ვიყვან. ხო, ანუ ეგ არ არის არგუმენტი რა. 3-7 მე გუნდი მგონი. მადლობა. დავშვიდეთ რა. გამე. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა რა, იდეაში არასწორად მიიღო ქალაქმა გადაწყვეტილება, თუმცა არ აუშავს. აი გულდაწყვეტილი ვიქნებოდი იმ შემთხვევაში თუ რაღაცას არასწორად ვიტყოდი, მაგრამ ნუ
ფაქტი იყო რა 7 ნომერიც შავი არის. იმედია რომ ამ თამაშს ქალაქი მოიგებს, თუმცა აი ერთადერთი რაც არ მომწონს ხოლმე ყველაფერი არის რომ როცა არგუმენტებით ვსაუბრობ, ემოციებს აკვირდებიან, ემოციასაც რო ჩავთავენ, აზრი არ აქვს. ვერ ხვდები როგორ უნდა ვისაუბრო ამათთვის, რომ რაღაცა დაიჭირონ რა. ნინიკოს ცოტა რთული მოწინააღმდეგეები შეხვდა კალადაოზი, თუმცა იმედია რომ რაღაცები დაალაგდება. რა ვიცი რა გითხრათ, პირველი გავარდნა ცოტა ძალიან ცუდი არის. დიდი ხანია პირველი არ გავარდნებო რა. წარმატებები ქალაქს და იმედია რაღაც იქნება რა. ვინდი მოაწვა. თეფს ხელები ავიღოთ მაგიდიდან, თავი დაბლა დავხაროთ და იღვიძებს მაფია. ტონი მიდასტურებს პასუხს. ვებშიტობები. იღვიძებს ტონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. ხელები გავაჩეროთ. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დეტექტივი. და იღვიძებს ექიმი. თენდება. თამაშ ტოვებს ნომერი 12. სამი პირველად მაფიის ისტორიაში გრანდიოზული ტურნირი თბილისის თასი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი იქნება 5,000 ლარი. ტურნირი ჩატარდება შერეული პრინციპით, იქნება MVP-ს გამოვლენით და ასევე ქულების დაწერით. ფინალს კი გადავიღებთ და YouTube-ზე დავდებთ, ასე რომ თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დარეგისტრირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა და ასევე სპონსორებს მოგმართავთ. შეგიძლიათ რომ ჩაერთოთ ამ ტურნირზე ცალკე, მეილზე შეგიძლიათ მოგწეროთ და მაფია ჯიზე არის რეგისტრაციის ფორმა და დღეები გამოყოფილი. 10 დეკემბერს იწყება ეს ტურნირი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თქვენი იმედი მაქვს. გელოდებით. მირიან მეფის 31-ში. რატო გამაგდენი ნიკო? გადაგამაწვა ცალი იყო. 500 მესამე. 11-ია შავი. მე რატო გადამომოწმე? მე გამეცი პასუხი, ახლა არ შეგიძლია პასუხის. ნახე, გატოვებინებ თამაშს. ნებისმიერი ხმის ამოღებაზე რომ მე კაი კარტი ვიყავი და გატოვებინებ თამაშს, ახლა ცუდი კარტი რო ხარ. 7-იანი ძალიან არ მომწონხარ. თამაშის დასაწყისიდანვე. 8-იანიც კარგია, 8-იანმა რო დაგტოვა. იმის და მიუხედავად რომ 5-იანმა გადამამოწმა მეწითლად, მე მაინც უფრო 3-იანის მე თვითამაშებდი, პროსტა მერჩივნა 7-იანი გადაგემოწმებინა ახლა. 7-იანი რო გადაგემოწმებინა. შავიაო გავიგე, მაგრამ ახლა ვერ მჯერა ბოლომდე. აი იმაზე რო ეთქვა ის არის შავიო, 100% დავიჯერებდი. 11-ზე ბევრი დრო მაქვს, ხო? ხო, ექიმებშიც უფრო 4-ისკენ მივდიოდი, ვეხვეწე, დამხილე, ვიცოდი რომ გავარდებოდი. აი ესე ვიზიდავ ხოლმე აუტანელი ხალხის ნასროლ ტყუებს ყოველთვის მე ვიზიდავ. უნდათ რომ ჩამძირონ და ბოლო ადგილზე გავიდე, მაგრამ
მე G2G-ს თან ერთად გავატარე ერთი საღამო, საკმაოდ მაყოფილია G2G და იმედია გაითვალისწინებს ამ ყველაფერს ქულების დაწერისას. ჩემი შავები აქ დარჩენილები არიან 5 შავი, 7 შავი. ლაშა ძალიან ცუდად მიყურებს, ვეზიზღები, რატო ვეზიზღები არ ვიცი, 11-ით შავი მაშინ. ქულები რო ჩამიყვიჭო რა. რას ვიზამთ? ძლიერი მოთამაშეების ხვედრი ასეთია. პირველი შენ უნდა მოგიცილონ, რომ მე მარტივად მოიგონ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ პატიოსნები გავივარჯოთ დღეს. მეხუთება უკნიდან კოპალა, მაგრამ ერთად ვართ გავარდნილები და ეხა ოთახში შევალთ და წითელი ვარ თუ შავი? გავერთობთ. შავი. წრეს გახსნის ნომერი 3. საბარაუდო იყო რვიანის იაკუძობა. იმიტომ რომ ნახე, რვიანი რო ყოფილიყო მაფიის გუნდში, 5-იანს შემოაყვანებდა 7-იანს შავად. აი ეგ ქონდა ლოგიკა რა. ანუ ესენი თითქოს ის ცალკე ტიპი იყო. არც არავინ გამოესარჩლა, თითქოს მარტო გავიდა და 5-იანის ის არგუმენტი რომ მე იმას არ შემოვიყვანდი, ზუსტად მგონია რომ ერთად რო ყოფილიყვნენ ის უეჭველი ოზის შავად შემოაყვანებდა. აი უეჭველი შემოაყვანებდა. 11 ნომრის კანდიდატურა მიღეთ, 11 არ გადავამოწმე წინაზე, გითხარი კიდევაც არ მომეწონე, მაგრამ არ მინდოდა მარტო იმიტომ გადავამოწმებინა რომ აი რაღაცა ცუდი ვთქვი შენზე ბოლოს და მაგიტო ავდექიმე და ანუ ყველანაირი არგუმენტი დავივიწყე და გადავამოწმე. გადავამოწმებული შავხა ძალიან დიდი სიამოვნებით მოგისმენ და ვნახავ რას მეტყვი, იმიტომ რომ შენგან ძალიან ბევრ რამეს გავიგებ კიდევ ეჭვი მაქვს. და რა ვიცი, 5 ნომერი ეხა თუ ისაუბრებს რომელია მისთვის ექიმი, ეგეც საინტერესო. 7-ზე არ წავედი გადასამოწმებლად, მაგრამ ძალიან მინდოდა. აი, რო გავიღვიძე, აი შენ მითხარ რომ არაო ექიმები არ გადამოწმდეს და აი ძალიან მინდოდა რომ შენ გადამოწმებულიყავი. მაგრამ ნუ კარგი გადაწყვეტილება მივიღე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სოსო არის შავი. დანარჩენი, ავიცი, ანუ რეკომენდაციებს მივიღებ ექიმების გადამოწმება, როდის უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ მაინტერესებს მართლა რომელი არის აიბოლიტი. 4 ნომერს უსმენ? ვაყენებ 7 ნომრის კანდიდატურას. მოდი ესეც რაღაცას ვიზამ. მე ჩემი თავი მყავს დაჰილული და ეხა ხო მოვკვდები. შენ და ეხა გავუშვეთ ოზი. მე მოვკვდები ექიმების გადამოწმებას არ დახარჯავს არც ერთი დეტექტივი რა, სიტყვით გავუშვეთ ოზი. 11-საც მივაყოლებთ რა პრობლემა ნახეთ, რვიან მე აგეუბნებით რომ 11-იან შავი არ არის ან წითელი არ, ეგ არ მაინტერესებს. რვიანი ხო გიჟივით ებრძოდა 7 ნომერს. 7-იანიც ებრძოდა 8 ნომერს. არავინ არ წამოუყენებია, მგონი პრეტენზია რომ მე ვიყავი ეგ თქვენ მინდა ხილეთ არ გვეტყვით ხო სავარაუდოდ, იმიტომ რომ ეს თქვენ თავიდან. კი ბატონო, ჩვენ ამ ღამეს კვდებით, ხვდებით? აი ნახეთ მეგობრებო, ან მეკვდები, ან ექიმი ოზი. ამიტომ ექიმი ოზი გავიყვანოს და მე მოვკვდები. და თქვენ არ დახარჯავთ გადამოწმებებს. ოკეი? დარჩენი მე გაირკვევით რა, ცუდი ვარიანტია? მე ხო ღამე მოვკვდები და ეხლა ეს გავიყვანოთ. მე ჩემი თავი მყავს დაჰილული. მე არ ვიტყვი ბლეფ თქო. მე მაგას არ ვიტყვი. მე არ ვკადრულობ ბლეფებს. მადლობა. 7 გავიყვანოთ. 5-იანს უსმენთ? ახლა თუ გაიყვანთ მესამე ნომრის შემოყვანილ შავს, აი გონია რომ უბრალოდ თამაშის აზრი აღარ ექნებოდა, უბრალოდ წავაგებთ, იმიტომ რომ მართლა რეალურად დეტექტივი ვარ და ახლა გავაჟღერებ არაპოპულარ აზრს, იმიტომ რომ წეგან რო ვფიქრობდი, ოღონდ მართლა გულწრფელად რას ვფიქრობ, იმას გეტყვით ყველაფერს, წეგან რო ვფიქრობდი ვინ გადამოწმევინა და ესე არ მინდოდა რომ ჩემ თავზე ამეყო მარტო ჯერ ვკითხე ლაშას, ლაშა მითხრა რომ გადამოწმევინა მე-12 ნომერი. მე რო ვფიქრობდი ვინ გადამოწმევინა, იქიდან გავიგეოდი სხვა რომ აი მოდი გთხოვ რა მე-12 ნომერი გადამოწმეო და აი მგონია რომ უბრალოდ გინდოდა ოზი მითხრა რომ მოდი მე-12 ნომერი გადავამოწმეო და მგონია რომ უბრალოდ გინდოდა რომ აი რაღაცნაირად აგერია ანუ გინდოდა რომ არ მეპოვა შავით ანუ არ ვიცი როგორ არის სწორად რას ვფიქრობ მაგრამ მართლა გულწრფელი დეტექტივი ვარ და მე მგონია რომ ახლა მე-7 ნომერმა უნდა დატოვოს ეს თამაში ვერ ვიგებოდეთ ხო მე-7 ნომერია ჩემთვის შავი მე-3 ნომერია ჩემთვის შავი იქით ხარიძე ჯერ არ ვიცი მე 10 ნომერთან ერთად თამაშობ, იმიტომ რომ არის ჩემთვის გადამოწმებული წითელი. მე-3 და მე-7 ნომერი დარწმუნებული ვარ, რომ არის შავი. 6 ნომერს უსმენ? აი ნახე, ყურე 12-ის გადამოწმება მე საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ის შეიძლება სადღაც ცუდი კარტი იყოს რა, იმიტომ რომ 12 იყო ადამიანი, რომელიც 2 წლის განმავლობაში ისე უბრალოდ რაღაცეებს იმეორებდა და არა თავისას აფიქსირებდა რა. მე არ ვარ წინააღმდეგი მაგალითად 7 ნომრის გასვლის. რაღაც მხრივ წინააღმდეგი არ ვარ რა, მაგრამ მოусმენ შვიცაც,
მოусმენთ ერთმანეთს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ რა, მე შეიძლება ვითამაშო სამიანის დეტექტივობით, მაგრამ 7 არ იყოს ჩემთვის ექიმი რა. ესე არ არის დალინკული რომ 4 და 8 უცბად გუნდშია და 3 და 7. მე საერთოდ ვერ ვლიკავ, მაინც და მაინც 3 და 7 და 4 და 8. ამიტომ შეიძლება სამიანი ერთ დეტექტივი და 7-იანი შავია, ან შეიძლება პირიქითაც იყოს რა. ნუ ეგ არ ვიცი ზუსტად. 11 ნომერი არის შავი. 11 ნომერს ქონდა ძალიან უცნაური გუნდი, 11 ნომერსაც მოусმენ სიამოვნებით. რატომ არის შავი? შენი ემოცია არ მომეწონა, როცა 3 ნომერმა ბევრჯერ ანიშნა, რომ 11 არის შავიო და არაფერს არ ამბობდი. შენთვის იჯექი რა. მე გაკვირდებოდი და კაი ხის გამოში ხმას არის. 7 ნომერს უსმენთ? მიიღეთ 4 ნომერის კანდიდატურა. 4 ნომერს უნდა რომ ექიმები გავიდეთ. ანუ ექიმი გავიდეს. ნახე როგორ რაღაც არის ექიმის გასვლით. ანუ შენ ამ უფრო საკუთარი თავი გაქვს დახიგული და მაგიტომ ღამით მაინც მოკვდები. მე ვამბობ რომ მე ჩემი თავი დახიგული მყავს, მაგრამ მე შემიძლია გადავარჩინო ერთ-ერთი დეტექტივი მაინც. შენ გჭირდება რომ ვიღაც გაუშვა. მე მჭირდება რომ ვიღაც გადავარჩინო. ამიტომ შენ გადიხარ ყველა ვარიანტში ეხლა ამ მომენტში, როგორც არ უნდა იყოს. შენ 11 ყავს გადამოწმებული შავი, მაგრამ შენი ერთი შავი გაყვანილი ყავს და კრიტიკა შეიძლება არ გქონდეს. ანუ მე არ ვარ ჩამოყალიბებული დეტექტივებში, მაგრამ ანუ სხვა რაღაცა არის რა. ნინიკოს მეუთხარ 12-ის გადამოწმება, იმიტომ რომ მართლა მეგონა რომ 12 შეიძლება რომ შავი დახვედრილიყო იქ. ისე თამაშობდა. როგორ? ბიჭო, დეტექტივებში არ ვარ ჩამოყალიბებული, მე ვიცი რომ ეს შავი არის, ვიცი რომ ნამდვილად შავი არის. 4 ნომერზე ვამბობ. ანუ რატომ უნდა შემოგიტიოთ თქვენ, როდესაც არ ვიცი თქვენი ფერი როგორაა ნამდვილად? დასრულდა. 9 ნომერს უსმენთ? კარგია. ესე იგი. 5 ნომერს ვინ გონია ყველაზე შავი? სამიანის გარდა, სამიანი ვიცით რომ შენთვის შავი იქნება ისედაც. 7-იანი. შენ 7-დან შავი გონია ყავა. რაიც ვერ ჩამოყალიბდი ექიმებში, რომელია შენი ექიმი? კაი. გაუ ნინიკოს ვინც გონია შავი იმის გაყვანა შეიძლებოდა ეხა. მე ანანოს იმას ვერ ხვდები, იმიტომ რომ კაი 11 რო გავიყვანოთ ეხა ვთქვათ. თქვენ ხო დახიულ ვიყავთ თავი ორივეს. მოკვდება ან ეს ან შენ და მე მეორეს გავუშვებთ. ანუ ეგ რატო არა და რატო ეხავე გაშვება ვერ ხვდები. აი 6-იანის კანდიდატურა მიიღეთ. ილაპარაკებს. თან მინდა რომ ვიღაცამ არ შემისრულოს რა და მინდა რომ ფრთხილად ვიყო. მახარ. კაი მოგისმენთ აბასოსო. 10-ს უსმენთ? ჩემი დეტექტივი არის სამიანი, ჯერჯერობის და როგორც საქმე სჭირდება. 11-ის გაშავება მე ძალიან მეუცნაურა, გადამოწმებას მეუცნაურა, მაგრამ სოსოს მართალი ვაიბებია ყოველთვის როცა ლაპარაკობს და ეხლა ძალიან მაინტერესებს მისი თავის გამართლება როგორი იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ კონკრეტულ თამაში რაღაცნაირად ხმის ტემბრი. ანუ ოზი მორა რომ მართალს ლაპარაკობს. ანანო როგორ არის, იცი, აი მე ექიმი ვარ, მაგრამ ხო აი თუ გინდა 7 გააგდეთ. ანუ ანამ ღავის ხოლმე როცა ენერგიულად თამაშობს. ეხლა რატო არ თამაშობ ვერ ხვდები. ნინიკო ძალიან სუსტი დეტექტივია. აი ძალიან სუსტი. ხო აი ვინმე მინდა დავასახელო კიდე ამ 4-ეულის გარდა. ვასახელებ 3-ს, 4-ს, 5-ს, 7-ს, 11-ს, 1, 2-ს, 9-ს. თანმიმდევრობით. თავიდან თქვა 3, 4, 5, 7, 11 სამიანი მიღებული. 11-ს უსმენთ. თქვენგან განსხვავებით ეხლა მე ჩამოყალიბდი დეტექტივებში მარტივად, იმიტომ რომ მე გადამამოწმა შავად და მე არ ვარ შავი. ნინიკო იმიტომ არის სუსტი, ჩემი აზრით, რომ ნამდვილი დეტექტივია და რო არ იყოს ნამდვილი დეტექტივი, წითელ გადამოწმებას გონია რომ არ დადებდა რა. ამიტომ მე ვასახელებ 3-ს, სამიანთან ერთად გუნდში. ანუ შეიძლება 7-იც იყოს. მაგრამ აი ჰიტას მაგაში დავეთანხმები რომ ოზი რო ლაპარაკობს მართალი მგონია რა ამბობს. ანუ რაღაცა ცდილობს რა რომ სიმართლე დაამტკიცოს და ანანო ვერ არის რა ისეთ ხოძე როგორც უნდა იყოს. ხო აი როგორც ჩვევია ხოლმე და ლაშა არის ძალიან ზედმეტად დინჯი ამ თამაში რა და არ ვიცი აი მაინც ვერ გავიგე რა როლი აქვს. პირველ ნომერს უსმენთ?
გეროინა, აი, გეფიცები რა, არის მე არა, გეფიცები რა, ანუ ეს ზოგადად ანუ ფაქტი არ მოვაყოლე ამას. ბიჭო, ყალა აღარ მომწონს რა. და ოზის აი ჩუმი ლაპარაკი და კონკრეტული დედამიწაზე ერთ-ერთი ცხოველის ერთ-ერთი ნაწილის ფერის თავი საერთოდ სხვა რამეზე მეტყველებს ჩემთვის რა მართლა გეუბნები თან აი შეხმატკილებულებიც ანანო ვერ გავმიჯნე რა 8 ნომერი აი რო ვერ ჩაითრე რაღაც თვითონ გაემიჯნა 8 ნომერს მაგრამ მე ვერ გავმიჯნე იმასთან რა სოსომ რო გითხრა კარგად ილაპარაკოს ხო დამარწმუნო რომ არ იყო მაგრამ მე თანამისი არ ამჯერა კაცი აბიდუბიაში ვარ რა ვასახელებ პირველ ნომერს დასრულდა. სანამ ორი ნომერი დახურავს დღეს დასახელებულები არიან 11 7 4 6 3. პირველი ნომერი არ არის მიღებული. საკუთარი თავის მიღება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს გუნდური თამაშია და სხვას უნდა დაასახელებინოთ. ორი ნომრის ერთი წუთი. ერთიანს ვასახელებ. 10-იანს ვასახელებ. რა ვიცი, ყველას ვასახ დავთვალო. კაი, ისა რა ქვია, უყურე ანანოს ერთ რაღაცას ვიტყვი, ხა რა ყველაზე მეტად რა მგონია აქ რა შესაძლებელია შენ არის ანუ არც ერთ შენ რო ჩამოყალიბებული აი სოსოს შავეც გამიკვირდა ანუ შენ რო შავი ამოგივიდა გამიკვირდა ეგ რა მაგრამ მე რო ელაპარაკაც და ნაკლებად გამიკვირდა მაგრამ ანანო მგონია რომ თითქოს დანებდაო მართლა რა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რა აი ოზის დანებდა თითქოს რა ანუ ოზი უფრო არა ხო ანუ შენი ექიმობა უფრო დავიჯ ამ მომენტში ხა რა შემიძლია ვთქვა არის რომ უფრო ჩამოყალიბდი ექიმში, ვიდრე ჩამოყალიბდი დეტექტივში, მიუხედავად იმისა, რომ დეტექტივშიც ასე თუ ისე უფრო ჩამოყალიბებული ვარ, რომ კალას დეტექტივობით უფრო თამაშობ, მაგრამ აქ უფრო მეტად იმას ვიზამ რა, ანუ ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რა მართლა რომ დანებდი. გულწრფელად შეიძლება ვწდები და საერთოდ ახლოსაც არ ვარ რეალობასთან, მაგრამ რა ვქნა. აი ეს რო გითხრა რომ ესეთი მახსოვს რომ გააკეთე თითქოს და დასახელებულები არიან 11 7 4 6 3 1. 11-2-30. ანუ გავიგე რომ ვერ გარწმუნებ ზოგადად არ შემიძლია ეგ დარწმუნება, მაგრამ ლოგიკურად ეხა მე არ უნდა გავიდე, იმიტომ რომ კალას შავი გადამოწმებული უკვე ავიდა. ეხაც რომ კალას გადამოწმებული შავი გავიდეს, არ იქნება სწორი მაგიდაზე. თუ ვერ გარწმუნებთ, ამ არგუმენტს მოგიყვანთ. ჩემი აზრით ეხა უნდა გავიდეს ნინიკოს გადამოწმებული, ნინიკოს ვინც გონია შავი რა. ნინიკოს ეთელი დასრულდა. 7-იანს უსმენთ? ხო. ანანო გადის ეხლა ამ წელს 4 ნომერი მისმინე კალა. შენთვისაც მეოთხე შავი საძის. ანუ ერთი ხო არის ნინიკო, თქვათ. მეორე არის სოსო, მესამე არის კოპალა და მეოთხე გამოგდის ანანო ან მე. 4 ნომერი იხსნება მაგიდიდან და უკვდები მე. იმიტომ რომ მე შემიძლია ვიღაცის დახილვა. შენთვისაც ანალოგიური ხო უნდა იყოს პოტენციურად 4 ნომერი ხო არის შენთვისაც შავი. ორმაგად შავი შეიძლება იყოს. იმისი გაშვება შენ არ გჭირდება. არ არის 11 ნომერი შენთვის გასაშვები ახლა ხო? 4 ნომერი იხსნება ახლა მაგიდიდან და ორივეს ორმაგად შავი არის პოტენციურად. თქვენთვის დეტექტივებზე ვარ. დასრულდა 4-იანს უსმენთ? მეგობრებო, ეხა გეტყვით რა. ჯერ ერთი რვიანი, როდესაც ამბობდა რომ სხვა ექიმი არა, სხვა ექიმი მე არ გავიხსნებოდი, იმიტომ რომ არავის ჩემზე შეწევა არ ქონია და დასახელებულიც არ ვიყავი. მე მეორე, ეხლა რაც ილაპარაკა ოზი, აბსოლუტურად ჩემი სიტყვების გადამღერება იყო და იქ რაღაცა მე ვიღაცას გადავარჩენ, ვერავის ვერ გადაარჩენ შენ. 7 ნომერი იმიტომ უნდა გავიდეს, რომ 8-იანსა და 7-იან შორის აუცილებლად შავია და მაგიტო გითხარით, რომ მაინც 11 არ გავიყვანოთ, რომ 7 8-ში უეჭველი შავი გადის. ორივეს კალასაც თუ გავიყვანთ, მაშინ არა ხარ დაზღვეული იქნება, ეს არის ფეიკი, ხო? არის. ამიტომ გადის 7 და შეიძლება მე შეგუნი ვიყო და ისე გავიხსნა. ნახე, ეხლა ჩემი განმსახიდან არც ერთი ექიმი არ გადის რა. თუ გინდათ თქვენ გადამოწმეთ, ექიმებს შორის მოხდეს გადამოწმება, ერთ წამს ნახე, მე კალას დეტექტივობის რატომჯერა უფრო მეტად 5-იანს მე ვკითხე, შენ ვინ გგონია მეთქი 5-იანი შენ მიუხედავად იმისა, რომ შენ ის რო ის ფეიქ დეტექტივია შენი მხრიდან რა, შენ ვერ ხარ ჩამოყალიბებული ბოლომდე 7-იანია შენს ექიმი თუ 4-იანი. შენ ითხოვ 7-იანის გასვლას, თუმცა შენ გადამოწმებული არ გყავს. ეგ არ მომწონს შენში რა. 11-ის თავის გამართლებაც არ მომეწონა რა. ვერ დამარწმუნე რომ პატიოსანი ხარ და 8 ნომერი ძალიან დიდია შანსი რომ იაკუზა ყოფილიყო, თან 1 ქილი იყო, ამიტომ ჩვენ ხა 11 გავუშვათ და ექიმი გადავარჩინოთ. სამიანი სულარი პატიოსის მხრიდან. სამიანი? მეგობრებო, ძალიან მარტივად არის საკითხი. მე ვარ დეტექტივი, ანუ ეხა მარჩიელობას და რაღაცებს დაგიდებთ გადამოწმებას, რომელი არის ექიმი, იმიტომ რომ
შავების გუნდი უკვე ანუ გავედით ბოლოში. სოსოს თავის გამართლებები რა მოგეწონათ ვინმეს, ანუ რაც ილაპარაკა, ანუ რო დაგხვდა, კაი, გაგიკვირდა, მაგრამ რაც ილაპარაკა, ხო, ნუ აშკარად შავი არ და გამოვალ სიტუაციაშია. ანუ ხო ატყობ მაგას. და ჩამოყალიბებულები თუ ხართ, რავი, რა აზრი აქვს, რატო უნდა და გადავამოწოთ ძალიან მარტივად. ეხა მე უნდა იმას ვქნა, ვიმარჩიელო, კიდე სწორად გავუშვით თუ არასწორად დასრულდა. ერთიანს უსმენთ? ერთიანი ახო, ყალა რატო არ მომეწონათ გოწეღან ეგუნა აღხსნა რომ ორჯერვე შავი გაარტყათ რომ ეგ სრული სისულელე იყო ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ყალა არის და შესაძლებელია რომ ორივე ტიპი იპავა ეხლა. ანუ უაზრო ფაქტი იყო, მაგას უარყოფ მე და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. არ ვიცი, მე აი ნინუსა ძალიან კარგად გავიცანდა, მგონია რომ იტყუება ეხლა და არ უნდა ეს ტყუილი, მაგრამ უწევს ეს ტყუილი და იგივეა ოზი, აი ოზიზე ხერხემლი თავარ რატო ჩაი? ბოლო ორი მალი თავარ ბრატატო ჩაი. წაიღე ჩემგან ორი მალა, ეს თუ შავი არის, თუ წითელი. ეგ რომელია ცუდი ხო არის? ხო ვერ დავიმახსოვრე. შავი რომელია რა? ცუდი. შავი არის ცუდი. ფოლი რო დაუწერო? ვაფშე იყო ტექნიკური. ლაშა. ეს მოусმინეთ, დასრულდა. კაროჩე, ეხა ვიტყვი ვინც გავიდეს რა. მოდი ეხა გავიდეს სოსო ბოდიშიც მომენტო დადიხარ. სოსო გავიდეს. დასრულდა. კალიკო გადამოწმე, აი შეწყვეტილი გადავიდა. დასახელებულები არიან 11, 7, 4, 6, 3, 1. ვინ ფიქრობს რომ 11 უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცი ხმა? 1, 2, 3, 4, 5, 6 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა? ვინ ფიქრობს რომ 4-მა? ვინ ფიქრობს რომ 6-მა? 3-მა? 1-მა? შენ თავზეა წიხელი? ოკეი. 11 ნომრის ბოლოს. ბალანსი არ ითამაშეთ. სამიანი მაგრად გისრულებთ. აბაეთ. დავამშვიდობთ 11 ნომერს. შაგუნი შეიძლება გადამოწმდეს, კი არა და იყოს ექიმი გახსნილი. ასე რომ არაფერს არ გაძლევთ არც ერთ ექიმების გადამოწმება. 4-იანს მეორეს. მიპოვეს მეგობრებო. გამომასწავ მესიჯს ხლის გავუმაგდეს დამსახურებულად. პირველად მქონდა ეს როლი და ნუ ვერ გავართვი თავი რა. გამი. იღბები ავიფაროთ კარგად. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღვიძებთ მაფია. დაირჩევს სხვებს. დოდი მიდასტურებს. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღეს პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იღვიძებს შოკუნი და უერთდება იაკუძა. შოკუნი მიდასტურებს. მიიღეს გადაწყვეტილება. ვებშვიდობები. იღვიძებს დეტექტივი. და ეძებს მაფიას. იღვიძებს ექიმი. ვებშვიდობები. თენდება. თამაშ ტოვებს ნომერი 2. არ მინდოდა. მე დმანახი რა. ოზია წითელი? ეს გადაგემოწმებინა თქვენ შავი დაგხვდებოდა უეჭრა. კაი, ესე იგი ოზი წითელია, შენ შავი ხარ, ეგრე მგონია. მესამე შავი. ჯვაი ლაშა. ლაშენ არ აწია ხო 11-ზე ხელი რა. აწია 11-ზე ხელი? ვინ არ აწია? ვიღაცამ არ აწია 11-ზე ხელი თქვენგან. თქვენ შენ არ აწია და შენ არ აწია ხო? ლაშა ყველამ აწიეთ? რა უცნაურია. მე რატომ ამკარეთ რა გინდა? შენ აწია კიდე ხო? კაი, რა მნიშვნელობა აქვს? ოზი ექიმია როგორც ჩანს. რა ვიცი, მახარაში
ეგრე მარტივად არ ვიქნებოდი რა. კალა შენ გელაპარაკე. ვას, ნახონდის მადლობა. დაამშვიდებოთ. დავიღალე. წითელი კარტის თამაში მინდა ერთხელ რა. ენერგიაც აღარ მაქვს უკვე რა. მადლობა. წრეს გახსნის ნომერი 4. ვაყენებ 7 ნომრის კანდიდატურას. ეხლა ძალიან კარგად მომისმინეთ. მთელი ქალაქი თამაშობს კალას დეტექტივებით და კალა არ კვდება. საერთოდ არ კვდება კალა. დაფიქრდით, ყველა ამბობს რომ კალა დეტექტივი. მე მეორე გახსოვთ 3 ნომერი, ნახე 30 წამი რო ამოწურათ. მე არ ვიცი არ გაშავე, მაგრამ მინდა რომ ხალხს გაახსენდეს. 3 ნომერმა ოზის უთხრა რეპლიკა. არა ოზი, არ ვიხსნები 3 ნომრიდან. დეტექტივი ხარ, იცი რომ უნდა გაიხსნა. რატო ამბობ მაგას წინას? არა, ხედავ ოზი, მე არ ვიხსნები. ოზის და კალას ქონდათ ეგ კომუნიკაცია. მე ვთქვი რომ ექიმების გადამოწმება არაფერს არ მოგცემთ. ეს დაიხატებოდა, ეს სიტუაცია დაიხატებოდა ძალიან მაგრად, იმიტომ იქნება შოგუნი ვარ და ისე გავიხსენი ექიმად. მიდი და მამოწმე. სისულელია. მე გითხარ, ჩემი თავი მქონდა დაჰილული. მე ვინ მომკლავდა ის თუ არ იქნებოდა გაყვანილი, ხო? მე მაგიტო გითხარით, მე იგივე არგუმენტები გადაიმეორა ოზიმ რომ არა ეხა გაუშვათ და მე მოკვდები გადავარჩენ ვიღაცას. არა. კალას ორი კაცი გავიდა კალასგან. გავიყვანოთ 7 ნომერი აუცილებლად. 7-8-ში ხო არის შავი. თუნდაც რო იყო შავი, მიაყოლე 7-იანი. მე ან მოკვდები ან გამიყვანენ. ხო ეგრეა. 5-იანს უსმენთ? ეხა მომისმინეთ ყველამ ყურადღებით. ჯერ ერთი ღაბეშავთ აქვთ რომ ექიმებს ვამოწმებ. ვიცოდი რომ მე შეთო შემოიყვანდი გადამოწმებულს. ამიტომ გადამოწმე 4 ნომერი დამხვდა წითელი. ჯერ 3 გადამოწმება მქონდა. მინიმუმ 1 კი არა, ყველა შავებს შემოვყრით. რა საკეთებდი შენ? 1 შავიც კი ვერ შემოვაგრი, იმიტომ რომ ვერ გადავამოწმე. ყველა ვინც გადამოწმე იყო წითელი. ახლა რა შეხება აქეთ ხარ? მე შეთო ნომერზე ამდენი ხანია, მაგრამ მე შავებ არ არის საუდებელ ლაშა რა უბრალოდ გადამოწმებული ყავს და მაგიტო გაშავებდეს. ძალიან ბევრჯერ გავიგდი ადამიანი ისე ხომ არა, ხო შეიძლება ფიქრობდე, რომ შავია, შეიძლება მართლა შოგუნი იყოს და შოგუნად გაიხსნა. რა შეხება აქეთ ხარ? მე-11 ნომრის გაგდებას რა შეეხება? ერთი გადამოწმებული შავი რომ გააგდეთ ამის ითამაშოთ ჩემი ბალანსი და რომ ამბობ რომ მე-7 ნომერი შავია, ეხლა ჩემი გააგდეთ. თუ ეგნეთ რომ წააგოთ და ესე თუ გააგრძელებთ და მე-3 ნომერი შემოყრილ შავს თუ ესე პროსტა გაყრით, რა თქმა უნდა რომ წავაგებთ. მე-3 ნომერი არის შავი, მე-7 ნომერი არის შავი. ახლა გავა თუ დეტექტივის გაგდებები არ გვინდა გავა 7 ნომერი. 100. მადლობა. 6-იანს უსმენთ? ვასახელებ 4-ს, ვასახელებ 1-ს, ვასახელებ 7-ს. ეხლა ნახე, ანუ ძალიან არ მომეწონე რა. შენ ამბობ ეგეთ რა. ეხლა და მე 6-იანი შავია, ნახე. თუ 6-იანი შავია, მაშინ ვასახელებ 4-ს. შენ ამბობ ეგეთ რაღაცას, რომ დეტექტივების გადამოწმებით არაფერს ვერაფერი ვერ მოგცემდათო და შენთვის 3-იანი ჩამოყალდო როგორც შავი. შენ ამბობ 3-იანზე, არა, ეგრე თქვი. რატო არ კვდება კალაო და მაშინ რავი, რატო არ კვდება 5-იანი რა? შენ არავინ არ თამაშობს 5 ნომრის დეტექტივობით. ვინ მოკლავს 5 ნომერს? არც ერთხელ 2 ქილი არ მოხდარა. არც ერთხელ 2 ქილი არ მოხდარა. ეგრე მაგრები თუ ხართ რომ ჰილავთ, ბაზარია. ესე იგი ჩვენ სადღაცა სწორად გავუშვით. მე ესეთი ლოგიკით ვთამაშობ რა. თუ შენ ეგ ნულოვან წრეზე ჩააჭირე 3-იანს რომ აი ამას უთხრაო რომ არ ვიხსნებიო თუ შეხედეო, ეგ თავიდანვე რატო არ გითხარი? რატო არ თქვი ეგ თავიდან? ეგ არგუმენტია, გესმის და შენ ეხა ამბობ მაგას რა. ეგ არ მომწონს შენ. რა, ეხლა ეს მაგ არგუმენტის გამო 3-იანზე მე ეხა ხელს არ ავწევ, არც 5-იანზე არ ავწევდი. და 5-იანის ის არ მომწონს, რომ შენ რო ამბობ, რომ გეფიქრებოდესო, ნებისმიერი სხვა რო იყოს, გამოყვებოდი. მე შენ 3 დღე გეკითხები, ვინ გონია შავი და 7-ის გარდა არავის არ ამბობ და მაინც 4-ს ამოწებ. გადავამოწმე 7 ნომერი რა. ლაშა, ნახე როგორი რაღაცა არის აქ. ანუ ეხა შენ ისეთი რაღაცა თქვი, რამაც ძალიან მაგრად ამაფიქრა იმაზე, რომ ჩვენ თუ აქ შავი გავიყვანეთ, რომელიც ისრო და, ანუ იაკუძა თუ გავიყვანეთ, რომელიც ისრო და არის კალას გადამოწმებული შავი, რომელიც ნაპოვნი არის და გაყვანილი არის. რაც კალას უფრო მეტად მიმყარებს რომ იყოს. 4 ნომრის კანდიდატურა მიიღეთ თუ შეიძლება, ერთ-ერთი ამ მაგიდაზე ვინც არის შავი ჩემთვის არის რა თქმა უნდა 4. ამ მომენტისათვის კალა უფრო მეტად არის დეტექტივი, იმიტომ რომ მეორე ქილი თუ არ ხდება, ან მართლა ჯერ ჩემი თავი დავიხილე და მეორე დეტექტივი დავხილე, რომელზეც ვფიქრობდი, უფრო მეტად 3-იანი იყო ეგ რომელიც დავხილე. ხო. და არ მომკვდარა, მაგრამ სხვა საქმე რაში არის? რა? პირველი ჩემი თავი დავიხილე მეთქი. როგორ? რა ვერ როი. მაიცადე რა. ანუ მე ისევ და ისევ იმას ვამბობ, რომ ანუ თუ ეგ მოხდა, ესე იგი კალამ გაიყვანა ნამდვილად შავი, ესე იგი ნინიკო გამოდის შავი, 4-იანი ვიცი რომ შავია ნამდვილად და გადის ამ მაგიდიდან. დასრულდა. 9-იანი? ანუ 8-იანი გამოდის მაშინ მაგლოგით იაკუძა და იაკუძას გუნდი შენ გამოდიხარ. ანუ უფრო ვიდრე ოზი. იმიტომ რომ ეს გახსნა ამან თავისი შოგუნი გახსნა, შენ განიშნა მერე რომ გაიხსენიო. მიიღეთ 5 ნომრის კანდიდატურა.
ბიჭო, არ ვიცი ხო, ანუ შენ რო ჩააჭირე მაგაზე რომ შოგუნი შეიძლება იყოს ითელი, ხო შეიძლება შენც იყო შოგუნი. და ხუთიანის გუნდი ვინ არის? არ ჩანს გუნდი. ანუ ეს თუ იაკუძაა და ის თუ შოგუნია, 11 კაი გავიგე და აი მესამე ვინ არის? გუნდი არ მესახება და კალას დეტექტივობით თამაშობს, მაინც მე ეჭვს თვალით უყურებ მაინც ბოლომდე. ამწამე ან რთული სიტუაციაა. არა, მე ვზივარ ტენალზე მაშინ, ხაი. პას. ბაბი, 10-იანი? აი ხა კალა არ გავარდება, ხო? ანუ ლოგიკურად ყველა მიყვებით კალას, კალა ვერ გავარდება. ანუ კალა უნდა მოგვა ღამე. და რატო არ გვდება კალა ღამე? თქვენ თავს უნდა დაუსვათ ეგ კითხვა. მე კი ვერ მოგვა. ნუ აი ხა ბოლო ორი ექიმია დღემდე, ორი დეტექტივი და თქვენგან უნდა დაიწყოს გაყრა. მე 3 და 7 უფრო მომწონს ბევრი არგუმენტი მაქვს ამასთან დაკავშირებით, ემოციურადაც და ხმის ტემპით და აურებით და ყველაფრით მაქვს ამაზე დასტური. თუ შენ ჩემი არგუმენტები არ მოგწონს, შეიძლება უკეთესი არგუმენტები გეთქვა. არც 3-ას, არც 4-ას. უიშ. და იაკუძა დიდი ალბათობით რუიანი იყო მართლა. და ეგ თქვენ არც ერთ მარაციეთ, არც რუიანზე ხელი. არც 11-ზე. ორივე თქვენი გუნდელი ვერ იქნებოდა. მაგრამ ეგ არაფერს არ გაძლევ შენ. ვასახელებ 3, 4, 5, 7. 3 მიღებულია. პირველ ნომერს უსმენთ? რა არის შესაძლებელი ხო არის რომ კალამ შოგუნი გაგვაგდებინა. და ამით ჩვენი კეთილგანწყობაც მოიპოვა და თვითონ თუ მაფიოზია, კარგად მიყვება სიტუაციას, ხო? მაგრამ მე კალას დეტექტივობის და ანანოს ექიმობის მჯერა. ხვდები, მან შეიძლება რა გავაკეთო, მჯერა, ბიჭო. ხო და ნახე, ურთიერთ გამორიცხვა რაღაცას ვიძახები, მაგრამ სიტუაციურად რო შევხედოთ, კალას იმჯერა, იმიტომ რომ 5 ნომერი სურო დეტექტივი იყოს, ფიზიკურად ვერ ახერხებს რამის თქმას, აი გულწრფელი ადამიანი რაღაცები რო ზუსტად ეცი, წყალივით აყრი, ვერ ახერხებ მაგის თქმას, ხვდები? ბოლოს ვინ შეამოწმე, ვერ გავიგე მე ხა დღემდე არის. კალა მის შეამოწმე ხა ბოლოს რო გამახსენო, ოზი და კაიკაცია? აი ეგ ვაფშე მღლის ეგ რა. აი მირევს ვაფშე ყველაფერს. აი ეს რომ ამან გამო კაიკა ის ვიმენა როგორი ცუდი კარტი მგონია იმენა აი დავაი. მაგრამ ამ ძმა მისგან დასახელებულები არიან 7, 4, 5, 3. 3-იანის 1 წუთი. ნახე ანუ ეგ არგუმენტი შენ რაც მითხარე მე ოზის ანუ გუნდობის გამო კი არა წინა თამაშის გამო ბოდიში რო ვახსენებ წინა თამაში ოზის და აქ და უთხარ ოზი წამომცდა მე არ ნერვიულდი კიდევაც მაგიტო ბევრმა ჩემთან არ ითამაშა და ცოტა ის შეომიტია რომ ბოლომდე გაწურა და რაღაც ცოტა დავიბანი იმიტომ რომ ანუ დეტექტივი ვიყავი და გახსნა სალაპირებ მეთქი და ანუ ცოტა ანერვიულდა ოზის იმიტომ უთხარი რომ წინა თამაში აქ იჯდა ოზი და გაიხსნა მე მგონი შენ ძალიან მარტივად უნდა ხვდებოდე მაგას მაგრამ ეხლა რატო შემოგყავს არგუმენტად ეგ თემა ვერ ხვდები რა მე ნაპოვნი მიყავს შავები და თუ გაუშვებთ ამ ხალხს რავი ანუ მარტივად იქნება მე მგონია რომ შენ ხარ ეხლა რავი ანუ რა ვიფიქრო ანუ შოგუნი იყო და თავიდან გაიხსენი შოგუნი ექიმად იმას რატო ანუ არაფერს შუა შეაწერია მაშინ მაფია ხარ 5 ნომრის კანდიდატურა მე 5 ნომერზე ავწევ ხელს რავი ან და 4-ზე ავწევ 5 საპოვნელი ყავს გუნდი და კიდე დარჩეს რავი და იპოვოს სიამოვნებით მოусმენ ვინ არის ის არაფერი შავი ფოლი მაქვს კი გასო რამდენი რამდენი მის 2 7 4 5 3 ბიჭო ეხა გამახსენ კიდე ეს მოსავლებ ეხა გამახსენდა იმან რომ ძალი და რა ანანო ჩემ გუნდში არის შემეშ იმან რომ ძალი დაადასტურებინა ანანოს ეგ ვაფშე დამავიწყდა თქვენ არ გინახავთ ეგ კადრი რომ ის რო ეძებდა და ანანო და ხო არის აქ და ძალი დაადასტურებინა ეგ просто გახსოვდეთ ძმდებო რა 7-იანის 30 წამი ხო ანუ 4 ნომერი უნდა მოხსნათ ახლა აქ მე ვიცი რომ 4 ნომერი ნამდვილად შავი არის შენ ეგრე იცი 5 ნომერი ნამდვილად შავი არის მაგრამ 4 ნომერი შენთვისაც შავი უნდა გამოდიოდეს რადგანაც მე წითელი ყავარ როგორც მინიმუმ ყველანაირად თამაშიდან გამომდინარე როგორც მიდიოდა თამაში 4 ნომერი ყველასთვის ლაგდება როგორც შავი და არის შავი 5 ნომერი შენ თუ მართლა დეტექტივი ხარ ბოდიში მაგრამ ლაგებთ ან თუ ის არის შეიძლება გვისრულებდეს 4-იანს უსმენთ მეგობრებო, თხოვთ პატიოსნები ხართ. ვიცი რომ ეხლა თქვენ ტვინში ეს ჩემი სიტყვები არ შემოდის, მაგრამ
გთხოვთ მომისმინეთ. მე ერთხელაც არ დამისახელებია 3 ნომერი. იმ წყალწაღებულ კოპალას მე 100 წელი არ გადავეფარებოდი, იმიტომ რომ ის უეჭველი გავიდოდა. მე იმიტომ გავიხსენი, რომ მე არ გეთქვათ, რომ აი 20 წელი რატო დაგჭირდა გახსნის. არავინ არ მიტევდა. მე ვერც კოპალას გადავარჩენი, ვერაფერს. უბრალოდ იმიტომ გავიხსენი, რომ მართლა ექიმი ვარ. 0 წრეზე 7 ნომერის ჩემ გარდა სხვაზე არავიზი არ ულაპარაკია. კალამ არ იცის მე რაფერი ვარ. იქნებ ის შოგუნია და მე ვარ ექიმი, რა იცის, რა მისცა, რატო გამაშავა მაინც მე არ მithქვამს რომ კალა შავია. ხუთიანს უსმენთ? გადავიწყებ შენ. თიმაშა გიცვალა ხასიათი რომ წამოგცდა რაღაც და სამ თამაში დაიწყებ და 7 კაცი ვიდაქი და განვიხილდით რა გჭირდა ცუთხასიათზე რატო იყავ. ახლა რა შეხება შენ. მე-10 ნომერი, ანუ რას ამბობ რომ ეხა მე 3 და მე-7 ნომერი მოგწონს და კიდე ვინმე ისეთ უნდა გავიდეს რომელთაც ამას მე-3 ნომერი. ანუ მე აქ საერთოდ არ ვშუაშორ და ძალიან ტყუილობ, ანუ რატო ჩამოყალიბდი? ანუ ზოგადად ყველა რატო ჩამოყალიბდით მე-3 ნომრის დეტექტივობაში ეგრევე და რატო ყრით მარტო ამის შავებს? ანუ წააგებთ მართლა დეტექტივი ვარ ხალხო და უბრალოდ ესე თიც დაადებს რაღაცა შავია და ესე უასწროდ ყრით და როდი ეუბნებით ხო შეიძლება რომ მე წავიჩვალისწინოთ რაღაცა. 300-ს უსმენთ? ვიცი რა არის ანანო შენ პირდაპირ ჩემზე არ შემოგიტევე და არ დაგესახელე, მაგრამ შენი გახსნა უკვე გავდა ირიბად მარტო იმაზე ილაპარაკე მე რატო ვარ შავი და 5 ნომერზე არაფერი არ გითხოვს. ეგ იგივეა ეხა. პირდაპირ არ დამადე ხელი და ანუ პირდაპირ რაც თქვი ვერც დამიძახე პირდაპირ, იმიტომ რომ გადამოწმებული არ მყავ ხარ შენ. და შესაბამისად გაწყობს ეგრე რომ ეგრე იყოს და ირიბად მაინც შემიტე, მაინც შავი დამიძახე. ფოლს ვიღებ, ეხა გავიდეს 5 ნომერი, ამ ორიდან ერთი ექიმი ხო არის და შეიძლება ჰილი გააკეთონ. 5 მაინც ამის დეტექტივები თამაშოთ. 5 გავიდეს, ორივე ექიმი დარჩეს და შეიძლება ჰილი გააკეთოს. მეორე ფოლსაც დავამატებ. თუ ეხა ჩვენ არასწორ ექიმს გავაკეთებთ, ჰილი გამორიცხულია. ეხა გავიდეს 5 და შეიძლება ჰილი მოხდეს. და შენ თუ ეს თუ შოგუნია, რა თქმა უნდა გადავამოწმოთ. მე ერთიანს გადავამოწმე და დავწუნდე. 7 4 5 7 გავიდეს და მე გავყვები შემდეგ წრეზე. დასახელებულები არიან 7 4 5 3 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა? 2 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა? 5-იანის ბოლოს სიტყვა? მგონია შავი ხარ მართლა დარწმუნებული ვარ რაღაცნაირად მართლა აი გულწრფელად დეტექტივი ვიყავი და რავი თუ რაღაცებს თვალისწინ და თუ ბალანსი ზოგადად იცი ფოლს ვიღებ შავები გითხარი ნახე 4 გია მე ვგნები რომ შავი გითხარ და როგორ გითხარ შავი რაცა ყველა გადამოწმებული წითელი მყავს მე გადავები ვიღაცა მითხარი მაშინ ვინ არის გეუბნი გითხარი წეგა რომ მეცხრე მე შავება თქო მეტი როგორ გითხრა დავშიდოთ გამი შეიძლება კი არა დარწმუნებულიც ვარ რომ არ ვიყავი კარგი დეტექტივი, მაგრამ ვფიქრობ რომ ერთხელ მაინც პატიოსთან მოქალაქეებს ბალანსი ჩემი ხარჯით მაინც დაეთამაშათ და 7 საათი რომ ამბობდი რომ ოზი არის შავი. იგვიძებს მაფია და ირჩევს მცხვებს. ეს გადაწყვეტილება იგვიძებს თომი და ესებს დეტექტივს იგვიძებს მარჯვენა ხელი და ესებს იაკუცას იგვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუცა იგვიძებს დეტექტივი აეძებს მაფია მაფიაჭი მაფიისაი იგვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს თამაშ ტოვებს ნომერი 7. გაიყვანეთ 4-იანი რა. მოურჩით რა ამ თამაშს რა, გაიყვანეთ 4-იანი.
მეტი ვეღარავის ვეღარ ესროლდება. რა შოგუნი? სადღაც აქეთკენ უნდა იჯდეს, მაშინ გამოვიდა ეგრე. ანუ გაკავთ 4-იანი ახლა და შოგუნამდე მე მიხვალთ. სროლელი იქნება დარჩენილი მარტო ერთი კარტი. გამოვიდა ეგრე, იმიტომ რომ სამი კაცი გასული არის. 4-იანი უნდა გაიყვანოთ ახლა ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მოხდეს. უსიკვდილოდ, ულაპარაკოთ, შენ გახსნით წრეს 4 ნომერი დაასახელე, მეტი აღარავინ აღარ დაასახოთ და მე გავუშვით ეგრევე ყველა ხელით 4-იანი. ანუ უმარტივესი თამაში იქნება წესით და რედით. მე შოგუნს ხომ მოს. და მინდა რომ ოსი გავიდეს. ამჯერად წინა თამაშზე თუ არა, ამჯერად მაინც უნდა დაეჯეროთ. მადლობა, ნახვამდის. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შავი გუნდით. ანუ იდეალური თამაში გქონდა, უბრალოდ ერთი რაღაცა რატომაც ვქენით ის რომ ჩემი თავი მოუკალით, იყო ის რომ ანანო სილი არ ვიცოდით სად იყო და ვაიდა ვიღაც დაეხილა, მაშინ მთელი გუნდი გავშავდებოდით. ეხლა მე მოვკვდი ანანო გაშავდა, ანანო გადის და ორი თორში მოვიგებთ. მარტივია, იზი. მადლობა ლაშა, მადლობა კალა, ბოდიში პატიოსანო მოქალაქეებო, თქვენ წააგეთ. იმედი მაქვს. ეხლა ძალიან სასაცილო იქნება რომ ჩვენ წავაგოთ. წრეს გახსნის ნომერი 6? ვასახელებ 4 ნომერს, რა თქმა უნდა. ნახე კიდე ერთი ქილი მოხდა. 4 ნომერს, რა თქმა უნდა. ხანახე 7-იანიც გავარდა ჩვენ 1 2 3 4 5 6 3 არ მორჩა. 20 სახესახებ 4 ანანო. შენ დრო ამოიწურა, შენ ისედაც გინდოდა რომ 1 მოკვდება, მე გავამარა, რატომაც პირიქით მოხდა 7 მოკვდა რა. ეხლა ნახე 5-იანი მსროლელი კარტი მგონია, რა თქმა უნდა, 8 გადამოწებული შავი იყო, 11 გადამოწებული შავია, 4-იანი გადამოწებული შავია. რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა 4-იანი რო დაგვტოვებს, წესდარიგით მკვლელობა აღარ მოხდება და რაც იმას ნიშნავს, რომ რა ვიცი, მე მიყვები ისევ სამეის დეტექტივობას, წესით აქამდე წავაგებდით, გამოდის რომ შოგუნი ყავს საპონელი, სადაც დეტექტივი თამაშია და იმედია ეხლა ამ თამაშს არ წავაგებთ რა. მადლობა. 9-იანს უსმენთ? მიიღეთ 6 ნომრის კანდიდატურა. ხო, ანუ შეიძლება მაფია და შოგუნია დარჩენილი. დიდი ალბათობით, ერთი მაფია, ერთი შოგუნია დარჩენილი. დეტექტივი 4-იანი. ხო, ნუ ეგრე იყო, დაგეგმილი რომ 4-იანი უნდა გავიდეს. ის რო გავარდა რომ მეორე უნდა მიყვეს. რაღაც დეტექტივები თამაშობდი, მეც შოგუნზე ფიქრი უნდა დავიწყოთ. ძალიან მაინტერესებს შენ ხო რა სიტყვი. როგორ გაიმართლებ თავს? დავფიქრდი, მოეცა დავფიქრდი. რომ მაფია არის კალა. ვაუ. კაი პას. 10? მე ძალიან მაინტერესებს ოზის გავარდნა ანანოს ხრიდან როგორ აიხსნებოდა. მე ვასახელებ 4 დასახელებულია 6 ვასახელებ 9-ს. 10 მე ვარ პირველსა. ყველას. რა ვქნათ ახლა კალა, შენ გადამოწმე 4. ხო, იაკუძა თავიდანვე გავარნილია, დიალოგობით კოპალა იყო. ანუ ნახე ოზი რა შემთხვევა შეიძლება მომკვდარიყო, რომ შავი კარტი ყოფილიყო. თუ შოგუნი იყო, ახლა ესროლა მაფიამ თავს არ მოიკლავდა, მაგას თუ იტყვი ეგრევე გავარდნილი ხარ. ანუ ვცდილობ რომ რაღაცა მაინც ვიპოვნო ისე შენ სასარგებლოდ, მაგრამ თავის მოკლაზე თუ მიდიხარ, ვეღარ ვიფიქრებ ვერაფერს. ანუ რაში უნდა დაჭირებოდა თავს? ერთიანს უსმენ? ძალიან მაგარი მართლა. მე ანანო მაიჭებს რომ როგორც იქნაო, ანუ ოზი რო გაასვენეს, ანანო როგორც იქნაო, დიდი მადლობა გადაუხადა მოწინააღმდეგეებს რომ ოზი გაასვენეს. ნახე, მე ვაფშე მგონია რომ კოპალა იყო შოგუნი და დამხმარე არის ანანო რა. ეგრე მგონია. ანანოს ქილი არა აქვს. სხვა მოკლა რომ ნუ ანანო მოგვაშორებინოს ახლა ანანოს კი მოვიშორებთ, მაგრამ ყოლელობა კიდე იქნება, მე ეგრე ვგონებ. უეჭველი ლაშუკი? გავიგე ძმის კუწო, მაგრამ აი შენც მე კალას დარწმუნებული ვარ, ანანო ახლა ანუ მასა. სენ არანა, კარგად. ლაშუკი, აი შენ მაიჭვებ ხოლმე ბოლომდე რომ მიდიხარ ქროუნი ასნია და აი აქედან ეს ტორმუზა და ისა რა მოხარშული და რაღაც არ ვიცი. ახლა ანანო უნდა გავუშვათ ყველა ვარიანტში. ღამე დეველოდოთ თუ ყველა ბარიყოთ, დახკა დუბარა იქნება აქა ბიჭო, მოვიგებ გიჟივით.
ახლა თუ გინდა მანდი მე გადავამოწან მე გავა არ მართლა ისე მოვიგე მე მიხარია რომ კალამ თუ შეგვისულა კალა ამ ხელის MVP-ობას იმსახურებს 100%. ეს იქნება კალას საუკეთესო თამაში. სამიანი. კალამ შეასრულა, ოღონდ შეუსრულა შავებს. ანუ ეგეც ხო შესრულებაა? ნუ მიკარგავთ. ჩემი מחარ ნახე შენ გეუბნებით, ანუ შავი, ბოლო შავი, მსროლელი შავი არის 4-იანი. ანუ 4-იანი რო გავა, ქილი არ იქნება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ქილი აღარ იქნება. და მეც არავინ არ მომკლავს და მე უნდა დავჯდე და თქვენ შორის ავარჩიო ვინ არის შოგუნი თუ რავი, ხო შეიძლება გასული არა? ნუ პატარა შანსი. მაგრამ გასული ეგ არ ვიცი ნახდათ რა. დანარჩენი ხო რავი, ანუ შავი რო ვიყო აქამდე რავი, სულ ჩემი ხალხი გავიდა ეგრე და მე ვინც მაწყობდა ის და უკვე მოგებული უნდა მქონდეს ასე რომ მე ანანო მაინტერესებს რა სიტყვის რა თქმა უნდა. მე სხვადასხვა ანანოს გონდა თქვა რომ დანებება და რაღაცა არ დამინახავს რა. ანუ ბასტონ თქვა რომ დანებდა და რაღაც და ეგრე ჩემი აზრით არ ყოფილა ბოლომდე მჯეროდა სანამ არ გადავამოწმე და საერთოდ 4 ნომერს ვაყენებ 3 ნომერს, გეხვეწები მომისმინე. ეხლა მე რო გავდივარ, 1 ქილია და 2-2-ში იგებენ ლაშა და კალატოზი გიორგი. მე ამ თამაში გუნდი არ მყავს. თქვენ ხო გგონიათ რომ კოპალას აი ესე იმაზე გავიხსენი. თუ კოპალასთან ვარ გუნდში, მე რატო გავიხსენ? ისედაც წყალწაღებულია. მაშინ შოგუნი ვარ, ხო? ეს კაცი კიდე შავად მომოწმებს. ანუ მსროლელი ვარ. ანუ კოპალასთან გუნდში არ ვარ. თუ გუნდში ვარ, მაშინ ვარ მაფიოზი, მაშინ ვარ და 4, 5, 11. მე ვარ ბოლო მაფიოზი. ჩემთვის აუცილებლად სამიანი ჩავია, 6-იანი ჩავია. ხო, ეხლა გამოყვანინე 3 ნომერი, 3 იპოვა გუნდი, დაამთავრა ყველა შავი დადო, მე ვარ მართლა ბოლო შავი. ხო და გამოყვანინე 3 ნომერი, გეხვეწები, ბოდიში, ეგ არ უნდა თქვა, გამოყვანინეთ და მე და ლაშა ვიბრძოლებთ, ოკეი? თქვენ რომელიღაცას გული. რატო ამოწმებს 4 ნომერს? ის ხო გადაამოწმა პატიოს და მთელი თამაში ხო მასშავეთ არა? ერთხელ არ მithkhomს სამიანი შავია მეთქი სანამ არ გადამომწვა. სამიანმა 0 წრეზე გააკეთა კომენტარი, მე არ ვიხსნები დეტექტივად. ჰა, ოზი, რა იყო სამიანი და არ ვიხსნები დეტექტივადო. დეტექტივია, რატო ამბობს მაგას? დასახელებულები არიან. 7 ნომერი მოკლა რომ ვითხრა შეგიძლია? 9 რატო მოკალი? კალა 2 თორში რომ მოგეგო, მაგიტო მე რატო მოკლავ 7 ნომერს? მე რატო მოკლავ 7 ნომერს? აი ოზი, მე და ოზი უნდა ვიჩხუბოთ თამაშის ბოლომდე ერთმანეთში. გეხვეწები, ეხა ვიცი რომ გადაწყვეტილი გაქვს ამის მოგება რა. მე ვარ ბოლო შავი, ჩემთან არ აგებ. მაქსიმუმ კაი ვიღაცა ერთი კაცი შევიწირო კიდე. ამათთან ნაღდა დაგებ 2 თორში. გასაგებია, ნაღდა დაგებ 2 თორში. მე გუნდი არ ყავს. ჩემი გუნდი კოპალაც გასულია, სოსოც გასულია, რომელიც მემაშავებ და ესეც გასულია. მე ვერ ვისვრი. მაქსიმუმ აი რავი, ვის გამოვჭრიყეთ? რატო ერთხელ არ მკითხეთ ვინ დავხილე? ბოლოს რო შენაქილე, მანამდე შენაქილე ჩემი თავი. დასო. 6-იანს უსმენთ? ანუ ესე იგი გამოდის რომ შენი ლოგიკით მე კალა და ოზი გამოდივართ ხო გუნდში, ხო ეგრეა? და ოზი მოვკალით. ხო და ეხლა შენ უნდა გაგიყვანოთ? ნახე ანანო, ეხლა რა თქმა უნდა გადის 4 ნომერი. შოგუნი შეიძლება საერთოდ მორჩეს კიდევაც თამაში და შეიძლება 12 იყოს. მე 12 არ მომწონდა რა. მე გულწრფელად უთხარი 5-იანს, თუ შენ დეტექტივი ხარ 12-ში გადავამოწმე და იმიტომ რომ 12 არ მომწონდა რა. თუ არ მორჩება, ნამდვილი, ანუ ერთი ზუსტად წითელი კარტი ვიცით და დიდი ავტომატობით მოგიგებთ. ფოსი. 9-იანს უსმენთ? თუ არ მოგ. მე აღარ დრო. არ 9-იანს დროა. 4-იანი და 6-იანი რო ავაყენოთ ეხლა. 2 კაცი რო ავაყენოთ. ბიჭო, 3-3-ში მოვიგებდით, ჩვენ 3 თუ ვიყავით. ანუ ჩვენ რომ ვესროლა, მორჩებოდა თამაში. ანუ ესე იგი შენ უფრო ეხლა მაგალითად ოზის მაგივრად მაგალითად მე რომ მოვეკალით, ხომ მოიგებდნენ ავტომატურად მაშინ და ეგ რანაირ ლოგიკაა. მე ვარ ექიმი, შეიძლება გავაკეთო random heal-ი. ერთხელაც არ მithქვამს ვინ დავხილე. ჩემი თავის. მახარა დაიხილებოდა და ვეღარ იღებდნენ 3-3-ში. და რა კარგად გამოვიყენე ჩემი და. დასრულდა თქვენ დროს 3-იანს უსმენთ? ანუ მეგობრებო, ნახე ანანოს აზრით ჩვენ მე ლაშამ და ოზიმ არ ვისროლეთ ღამე, იმიტომ რომ შეიძლება ხილი წასულიყო და მე ოზი ვერ დაიბრალებდო რომ მე დავხილეო. რატო ვერ დაიბრალებდე? ის ზექიმი იყო და შენ ზექიმი იყავი, ხო? ამ მაგიდაზე. ანუ 3-3-ში ჩვენ რო გვესროლა, მორჩებოდ ამთავრებდით ეგრევე თამაშს. 3-3-ში მოგიგებდით, מחარ 3-3-ში ვიგებდით. ჩვენ რო შავები ვიყოთ, რო გვესროლა 3-3-ში მოვიგებდით. რას მელაპარაკები? და არ ვისროლეთ. დასრულდა. დასახელებულები არიან 4, 6, 9, 3. ხმის მიცემა იწყება, არა, რა თქმა უნდა. 4, 6, 9, 3. ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიესწრო? 4-იანის ბოლოს სიტყვა?
რომ ანანო იყვირებდი, შენ რომ ეს არ იყო ის იყო, ძალიან გამიტყდა, იმიტომ რომ მართლა ფორმასით ვერ დავჯდები აქ რა. ნუ შეიძლება ჩემი ემოციები დავაკელი, მაგრამ მე ნამდვილად გახლავართ ექიმი, რაც აღარაფერს აღარ წყვეთ და აი, ოჩხ. გამშვიდობა. გამე. იღვიძებს მაფია. იღვიძებს დონი. იღვიძებს მარჯვენა ხელი. იღვიძებს შოგუნი და იაკუძა. შოგუნი მიდასტურებს. იღვიძებს დეტექტივი. და იღვიძებს ექიმი. გათენა. 9 ნომრის ბოლოს სიტყვა. შოგუნი არა ის ვიყავი. გაგიმართლა რა მოიგო კალამა აგიდა. რატომ მოიგო? შეიძლება კალა არ იულოცოთ მაფიას. კალა იყო მაფიოზი 6 ნომერთან ერთად და დაუძახოთ მონაწილეებს. 3 წამში მოიგეს იდეაში რა. პროსტა 4-ი ავაყენ, მიდი 6-ი. ყოჩახ, მიულოცოთ მაფიას. ძალიან მაგარი თამაში იყო ბოლოს ცოტა გავერთეთ, გვაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ ეს ერთ-ერთი სტრატეგიად შეიძლება ყოფილიყო, თუმცა არაფერში არ ჭირდებოდა მაფიას, 3 წამში მოიგეს ფაქტიურად და პირველი ნომერი შეაჯამებს და შემდეგ ჩამოვყვეთ. გთხოვთ. ბიჭო, მე მეგონა კი არა და რაღაც მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ კალამ ძალა მოიკრიბა პირველი ხელის გამწარების მერე და ეს ყველაფერი მაგიტო გააკეთა და ღმერთმა შეარგოს ძალიან კარგიც იყო ეს თამაში. თუმცა მე ვერ ვწოდრი ლაშა მითამაშა, კარგა ლაშამ ძალიან ცუდად თამაშა. კარგად თამაშა გიორგი კალატოზმა. ხო, აი ზუსტად ნახე ნინიკოს გულწრფელობაში მე ადამიანობით ვიყავი დარწმუნებული და თამაშით ვერ ბიჭო გულწრფელობა რა შუაში არის ამ თამაში შეგიძლიათ მითხრათ? ეს არის სტრატეგიები, სუფეხები ჩემი მოიხსენი. როიცა კაცო. და ფეხებზე მეკიდია შენი აზრი, გაიგე? მე ჩემ ჭიქაში ვლაპარაკებ. ხო, просто ну ეს ხა აყეფებული იყო, ეს გიჟივით იყო ხოძე გამწარებული. მადლობა, ორი ნომერს უსმენ? რა შეეხება? აი. ოზიზე ხოძი, აი წითელი, ეხა ხო გავა. იმენა წითელი, აი ეკედა თვალების ზევით რო არის წითელი დაძლეულია. თუ თრიად არის წითელი, ესე იგი ნერვობს. აი თვალების ზევით თუ არის, ესე იგი რაღაც ცუდი როლი. ვაჟას მივცემ ამედავზე მიკროფონი. რა? მე ქორო იმიტომ გავაგდე, რომ მეგონა უცებ არ მახსოვდა რომ ამას წერდით. და მეთქი ბავშვის სამბავში ეჭკარება თქო და მალე წავა თქო. იარაღები. კალა იმიტომ არ გავაგდე რომ მეგონა რომ მეთქი აი თამაშოს თქო რა, მეთქი ეგეთი ის მქონდა. გავერთოთ, მე ეს ხო. არა, გიორგი. როგორ გეკადრება. აქედან ბოდიშს მოვუხდი ნინიკოს და რა ვიცი, თქვენც გენაცვალეთ საღოლ ბიჭებო, რო არსებობთ. საინტერესო თამაში იყო, მე არ ვიტყოდი რომ პატიოსნებმა ცუდად ითამაშეს, ანუ არც ანანო არ იყო. რატომღაც ესე დაიჯერა ქალაქი ჩამოყალიბდა, ხშირად ხდება ხოლმე რომ ამჯერად არასწორად. შეიძლება მე რადგან ცოტა უხასიათოდ ვიყავი, ჩემი რაღაცა ეს უხასიათობა დამეხმარა იმაში რომ დამაჯერებელი ვიყავი. აი ალბათ ეგ. ხო, გაასწორა ლაშა პირველად ვიყავით ჩვენ მაფიოზების გუნდში, არც ოზი არ მახსოვს ჩემ გუნდში და არც ლაშა და კარგი იყო. კარგი იყო. ამჯერად ოზი არ უტევდა თავის მაფიოზებს. მე საშუალება არ გქონდა. მე ბოდიშ გიხდით თუ ვინმეს ჩემი ემოციები დაგაკლდათ, მართლა ძალიან კივა თავი და მოდი მაგას დავაბრალოთ რომ არ ვიყვირე. უზომოდ დაღლილი გახლდით, მაგრამ მე არ მგონია რომ ემოცია რამეთი მაინც დავაკელი. მაინც მგონია რომ აი მე არ ვიცი კოპალა რომელიც პატიოსანი იყო გახსნა პატიოსანი ექიმი ანანო ეს თუ შავი კარტი არის ექიმად რატო ექიმად არ გავიხსნა როგორ მოიგე არის ჯეკი და შავი კარტი ხარდება ეს უშავი იყო შეჩემამალა ნინიკო გიოცავთ მოგებას სამწუხაროა რომ ერთხელ მაინც ხათრის გამო მაინც არ ითამაშეთ ბალანსი რომ ვიხვეწებოდი და ერთი კაცი მაინც არ გააგდეთ რომ თხოვდი ხავს რომ მე შტო ნომერი გაგეგდოთ, მაგრამ არა უშავს.
მოკლედ რა რავი არაფერი არ მაქვს თქმალი საერთოდ ლაშა გილოცავ მოგებას არ მინდა ბოდიში არა ბიჭო ბოდიშებს რატო უხდით კარგი თამაში ჩიტი გამოდიეთ ანუ ეს არის ხალხო ეს არის ნახეთ აქ არც ემოციები არც ადამიანობა არც ცხოვრება არაფერი შუაში არ არის ეს არის თამაში სო არ მართლა დავიღალე რა მოკლედ მეც დავიღალე და ამიტომ ლაშას გადავცე მიკროფონს მადლობა აშუაშია კაი კაცი ვარ და არ ვიტყუები არა 5 ნომერი რაღაცებს მეკითხებოდა და ისე გამომივიდა რა იდეაში 12-ის გადამოწევაზე მართლა მე გავუშნე მე ღამით 12 მოვკარით და ეს არ უნდა მეთქვა მაინც ნახავდა რა მიშოლა მე მიჩვენე ჩემი პირიდან გაიგო საინტერესო თამაში იყო ჩვენ წინასწარ უკვე გავინაწილებთ ვინ უნდა ყოფილიყო დეტექტივი ექიმი და ასე შემდგომ და რა ვიცი რაღაც პონჩი გავამართლა ხან პატიოსანი მოიგებენ ხან მაფია ხან იაკუზა მეც ეს ამას უთხარი 12 გადამოწმებული და მოხკალი ნუ დაკარგულიყო გადამოწმებული ერთი რაღაცა უბრალოდ მაინც ვინც არ იყო იქით რომ ამბობდი, ანუ ღამით ფიქრობდი იმაზე, რომელი უნდა მოგვეკლა, ანუ ბოლო 7 კაცში რა 3 წამში მოგება თუ არა და ხო ეგ იყო უბრალოდ რომ ანუ ანანოს გაშავება უფრო მარტივად შეიძლება და იმ შემთხვევაში თუ მე მოკვდებოდი და მე გაიყვანდნენ და ორ თორში მოიგებდნენ ღამით, იმიტომ რომ ჰილი არ ვიცოდი ანანოს სად ქონდა და დავიზღვიეთ თავი ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო. ანუ პირველად მოხდა რომ ლაშასთანაც გუნდში ვიყავი და შენთანაც გუნდში ვიყავი რა, ანუ შავად არ ყოფილვარ ნამდვილად ესე და გამიხარდა, გამისწორდა და მეგობრებო, შემდეგში შავები აღარ გვინდა რა. მე ძალიან მოგატყუებთ რო გითხრათ რომ ეს კაი თამაში იყო ჩემი აზრით. ანუ ნახე მე მეგონა რომ პირველ თამაშის მერე ბალანსს ოდნავ მაინც ვცემდით ადამიანები პატივს რა. როცა ბალანსს არ ვითამაშებთ, ყოველთვის ეგრე წააგებთ თამაშს ჩემი აზრით რა. ანუ მართლა ყოველთვის ვამბობ ხოლმე რაღაც დადებიც, მაგრამ მართლა არაფერი არ მაქვს დადებითიც ლაპარაკო ეხა აქ რა. მაფიის გუნდში რო ვიყო, რა თქმა უნდა, კაცო გიგლოცავთ, კაი მოგება იყო, 3-3-ში მოგება, ძალიან ასწორი. გილოცავთ მაფიოზებს, წამოიღე კალაის 7 ადრეს სახლში. რა წამოიღო? მე ვიტყვი უგავშის მე და ლუკა მაგას ვაპირებ ხა განსაკუთრებულად ნიკო ბომა პირველ რიგში ანუ გაგუებს ძალიან დიდი ბოდიში ჩემი უდიდესი წვლილია თქვენ 400-ზე ხართ მე და ლუკა ერთად მოვხარშეს დღეს ძალიან ცუდი იყო და ამ დღიდან შემიძლია ვისწავლო ის რომ მეც კი შემიძლია ასე საშინელად ვითამაშო. ეგ არის. და მართლა ანუ ჩაოლებრივი მოქალაქის როლით, ანუ ისე კარგად ითამაშეს მაფიოზებმა, რომ აი თავი მოიკლეს, რომ 3-3-ში არ მოიგოს. ანუ რაღაც სიგჟე იყო, ეხა შეიძლება. ანუ მაფიოზებმა უფრო სწორესლები გააკეთეს კი არა, მაფიოზებმა ძალიან მაგრად ითამაშეს და ყოჩაღ ანუ ერთი წამითაც არმენანება ის დიდება და ფეიმი რაც თქვენ სამეულმა დაიმსახურეთ. არც მე არ მენანება. კარგად ითამაშეს მაფიოზებმა და მე მინდა აღნიშნო ლაშას თამაში რა. ანუ ლაშა ირიბა დარწმუნებდა ქალაქს, რომ გაეგდოთ კალას დასახელებული შავები, რუიანი, მე და ასე შემდეგ. ანუ ისე მაგრად ეხმარებოდა კალას, რომ რაღაც მომენტში ბასტო აგდებდა სამს და შეიძლება სხვანაირად წასულიყო ყველაფერი, მაგრამ ნუ მე ეს გააგდოდა. ლაშა ბოდიში რა ჩემო საყვარელო. გოგოებო მე გიხდით ჰიტას გამო ბოდიშს და მაყურებელსაც ჰიტას გამო დიდი ბოდიში. რაც შეეხება თამაშს ბუაკ. აი ეს რო გტკივა უკვე, აი არაფერი რო აღარ გაქვს, მაგრამ აი მას რო აკეთებ, აი ეს და ჰიტას გამო კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში. მეგობრებო, მე ვერ დაგეთანხმებით, ეს ძალიან კარგი თამაში იყო. პირველი ეპიზოდი საერთოდ მოსატანი არ არის ამ ეპიზოდთან, საკმაოდ კარგად ვისიამოვნე. მეორე ხო საერთოდ ეპიკომა იყო. ეს იყო მესამე, მეოთხე, შემდეგ შაბათს შევხვდებით, ეხლა კი ქულებს მოусმინოთ. დააშუტავთ ერთმანეთს. დიახ, ეს იყო იდეალური თამაში შავი ქალაქისგან. დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს მაფიოზებმა და მინდა რომ ყველამ მიულოცოთ მაფიას უნაკლო თამაში. ეს იყო ძალიან შეხმატკბილებული და გუნდური მაფიის თამაში. იდეალური ცრუ დეტექტივი, იდეალური მისი გუნდის წევრები, ერთადერთი მხოლოდ ოზიზე მიდიოდა ეჭვი. თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან მაგრად ითამაშა მაფიამ.
პირველ რიგში ქულების დაწერა უნდა დავიწყოთ დეტექტივით, იმიტომ რომ მას უფრო მეტი პასუხისგებლობა ეკისრება. გავითვალისწინოთ, რომ ყველა წაგებულ მოთამაშეს ენიჭება გარანტირებული 6 ქულა, რომელიც არ უნდა გაზარდოს, ან უნდა დააკლდეს მისი მინუსულებით. შესაბამისად, ნინიკოს აქვს 6 ქულა, ის ინარჩუნებს 6 ქულას და მისი სუსტი გადამოწმებების შედეგად თამაში არის წაგებული. შემდეგ მოდის ჰიტა, რომელიც ასევე აგროვებს 6 ქულას, ის ნინიკოს მიერ პირველი გადამოწმებული პატიოსანი იყო, რომელმაც არ ითამაშა მისი დეტექტივობით და საბოლოო ჯამში წააგეს. შემდეგი მონაწილე არის სოსო, რომელიც გადამოწმდა შავად ცრუ დეტექტივის მხრიდან, ასევე ღამე მარჯვენა ხელი იყო ცრუ დეტექტივი და გადაამოწმეს იაკუზა, ანუ ფაქტიურად გაშიფრეს და მისი საკმაოდ ცუდი ემოციური გახსნა იყო მას შემდეგ, რაც 3 ნომერმა გადაამოწმა შავად. ვიცით, შესაძლებელია, რომ 11 ნომერმა რაღაც ეტაპზე იფიქრა კიდეც, რომ 3 ნომერი ნამდვილი დეტექტივი იყო და თითქმის მთელი ქალაქი მისი დეტექტივობით თამაშობდა, მათ შორის 11 ნომერიც, თუმცა გადამოწმდა და შემდეგ საკმაოდ ცუდი ემოციური გახსნა იყო. ის აგროვებს კვლავ 6 ქულას, ინარჩუნებს და მესამე ადგილზე გადის ბოლოდან. შემდეგი მონაწილე არის ქორო, რომელიც საკმაოდ ადრე მოკვდა და ის წინამორბედებისგან განსხვავებით აგროვებს ცოტათი მეტ ქულას, თუმცა ბოლო სიტყვა არ ქონია რაღაც განსაკუთრებული. ერთადერთი რაც ფორას აძლევს მას არის ის, რომ ორივე შავმა გუნდმა მასში ისროლა და თითქმის პატიოსნად ჩათვალეს ორივე მაფიამ და მოიშორეს 12 ნომერი. მაშინ, როდესაც 2 ექიმი, 2 დეტექტივი გახსნილი, რა თქმა უნდა, მათში ნაკლებად მიდის სროლა და 12 ნომერი კვდება. შესაბამისად, ქორო აგროვებს 7 ქულას. ბასტო საკმაოდ შენიღბული შოგუნი იყო, თუმცა ღამე მოკვდა და თითქმის არ დასცალდა და ქულების დაგროვებაც საკმარისად ვერ მოახერხა. ის კარგად მიძვრებოდა და უფრო მეტად პატიოსნად მოკვდა, შესაბამისად, ბასტოსაც 7 ქულა. შემდეგი მოდის ლუკა კალატოზი, რომელიც ერთ-ერთი იყო, რომელიც ამბობდა, რომ 5 ნომრის შავი უნდა, 5 ნომრისთვის შავი ვინც იყო, ის უნდა გასულიყო. ასევე ამბობდა, რომ 5 ნომრის გუნდს ვერ ხედავდა მაგიდაზე, რაც საკმაოდ გამოარჩევდა სხვა პატიოსნებისგან და 6 ნომერს ასახელებდა ერთ მომენტში. შემდეგ ბოლოში ამბობდა, რომ 2 ადამიანი უნდა გაყოფილიყო და ლუკა აგროვებს 9 ქულას. ეს თამაში პატიოსნებისთვის იმდენად რთული თამაში იყო, რომ რაღაცა ოდნავი გამონათებაც კი საკმაოდ კარგად ჯდებოდა ქულების დაწერის დროს. შესაბამისად, მახარა მოდის შემდეგ ეტაპზე, რომელიც მეორე წრეზე 3 ნომერს და 7 ნომერს უტევდა, ანუ ორივე მაფიოს, თუმცა შემდეგ კალაზე უარყო მისი შეტევა. შოგუნი და იაკუზა ტერმინოლოგიით კი ეშლება, თუმცა სწორედ ამბობდა იმ ლოგიკას, რომ შეიძლება სამიანი იყოს შავი, რომელიც არის მარჯვენა ხელი, გადაამოწმა იაკუზა და იაკუზა გავიყვანეთ, რის შემდეგაც არ ხდება გასროლა. ეს საკმაოდ კარგი იყო. ასევე მახარა განიხილავდა, რომ 7 ნომრის პატიოსნად გადამოწმების არ სჯეროდა, რაც საკმაოდ კარგი იყო. მახარა აგროვებს 9 ქულას. შემდეგი მოდის კოპალა, რომელსაც სამაგალითო ცრუ გახსნა ჰქონდა დეტექტივად და მისი გადამოწმება 7 ნომერზე და 7 ნომრის ექიმად გახსნა იყო იდეალური. ამ სიტუაციაში, როდესაც 7 ნომერი იხსნება ექიმად, უკვე 4 ნომერს აზრი აღარ აქვს, ანუ თუ 4 ნომერი არის შავი, ის არ გაიხსნება რა, უფრო მეტად ალბათობა არის ასეთი რა. შესაბამისად 4 ნომერზე შეტევა, რომ ის ექიმი არ არის, უფრო ნაკლებად არგუმენტური არის. კოპალას ასევე საკმაოდ კარგი ბოლო სიტყვა ჰქონდა, თუმცა ის გავიდა როგორც შავი კარტი, შესაძლოა უფრო მეტად იეკუძა მთელი ქალაქისთვის. კოპალას ამ სულების გათვალისწინებით ისიც აგროვებს 9 ქულას. ამ თამაში საკმაოდ ბევრი თანაბარ ქულიანი მოთამაშე ყავს. კი, თამაში შესაძლებელია, რომ პირველმა და 9 ნომერმა წააგეს საბოლოო ჯამში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კოპალას თამაში არ დასცალდა, შესაბამისად ეს მისი განსაკუთრებული სულა უფრო წინ აყენებს რა. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს სულა ქალაქზე შედეგობრივად ცუდად აისახა. ანუ პირველმა ნომერმა არ დაიჯერა ეს სულა, პირიქით ამ სულის გათვალისწინებით მისთვის ის დანებდა. მაგალითად სიტუაცია, როდესაც კოპალა საერთოდ ხმას არ იღებს და ამბობს, რომ კი ბატონო, მე მისთვის გადამოწმებული პატიოსანი ვარ, გავდივარ და ამ სულას არ აკეთებს, უფრო მეტად შეიძლება რომ ყოფილიყო პატიოსანი. პატიოსნების ლიდერი უნდა
ყოფილიყო ამ თამაში ექიმი და ეს ნამდვილად იყო. ერთ მომენტში მე ვიფიქრე რომ ანანო საერთოდ დანებდებოდა, თუმცა მისი საუბარი და მისი არგუმენტები იმდენად ძლიერი იყო და იმდენად იდეალური იყო, რომ აი გული ჩამწყდა ბოლოს. მე ამას პირადად ვერ გადავიტანდი ამ თამაში, თუმცა ბოლომდე იბრძოლა, ბოლომდე ასაბუთებდა და იდეალური ექიმი იყო ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის და თამაშიც რომ მეთამაშა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვიქნებოდი დარწმუნებული ვარ. ანანოზე რაც შეიძლება ვთქვა ამ სიტუაციაში. ზოგადად მეგობრებო, უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც მაგიდასთან ზიხარ ეს არის სულ სხვა გამოცდილება, შესაბამისად მობრძანდით მერიან მეფის 31-ში მაფია ჯიზე დარეგისტრირდით და დაჯავშნეთ თამაშები და როდესაც ეკრანზე უყურებთ თქვენ თამაშს და თუნდაც როლები არიცით, სულ სხვა ემოცია. მაგალითად ჩვენ რომ ვამონტაჟებთ და თუ 2 ნომერი ამბობს 3 ნომერზე რომ ის შავი არის და 3 ნომერმა თუ ჩაიცინა, შეიძლება ეს 2 ნომერმა ვერ დაინახოს არც ვერ 7-მა 8-ამ და ჩვენ ამას თქვენ გაყურებინებთ და გაჩვენებთ რა. შესაბამისად მონტაჟი სულ სხვა არის და რეალურად თამაში სულ სხვა არის. სიტუაციაში სადაც ანანო იხსნება ექიმად, თუ ის არის შავი, უფრო მეტად დაიმალება. შესაბამისად, უფრო მეტად 4 ნომრის ექიმობის უნდა განეხილათ, ვიდრე 7-იანის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ერთი რაღაც, რომ სადღაც კი არა და ძალიან ადრე უნდა დაიწყოს ექიმების ბალანსი. დეტექტივები გადიან ბოლოს. შესაბამისად, ეს საკმაოდ ცუდი იყო, როდესაც 5 ნომერი გახსნა. თუნდაც 4 ნომრის გაყვანა, შემდეგ 7 ნომერი უნდა მიეყოლებინათ და აუცილებლად ბალანსი იწყება ექიმებით. თუმცა ეს ყველაფერი იყო მაფიის კარგი თამაშის ბრალი და შემდეგი მონაწილე უნდა ვთქვათ აუცილებლად. ანანო 15 ქულიდან აგროვებს 12 ქულას. ამ თამაში საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერება მაფიისთვის. მესამე ადგილოსანი იქნება ოზი, რომელიც ბევრისთვის საეჭო იყო, მაგალითად პირველი ნომრისთვის იყო საეჭო, უფრო მეტად 7-იანის გაყვანას ითხოვდნენ, თუმცა რაღაც ხელი არ იწეო და ორივე ექიმს ტოვებდნენ და ეს ყველაფერი ლაშას დამსახურება იყო მისი პირველი თამაშისგან განსხვავებით, ეს საკმაოდ ძლიერი თამაში იყო და 21 ქულა გროვდება ოზის მიერ. შემდეგი მაფიოზი იყო ლაშა, საკმაოდ თანაბარ ქულებს დააგროვებენ მაფიოზები, შემდეგი იქნება ლაშა, რომელიც აგროვებს 22 ქულას და პირველ ადგილზე დამსახურებული MVP-ს თამაში ჰქონდა გიორგი კალატოს, რომელიც კარგი მარჯვენა ხელი იყო, გადამამოწმა იაკუცა, კარგი გახსნა ჰქონდა, კარგი ერთადერთი მინუსი რაც შეიძლება კალატოს დაუწეროთ არის ის, რომ წამოსცდა მე არ ვიხსნები ოზი, თუმცა შემდეგ უკვე კარგად ახსნა რა. შესაბამისად 23 ქულას აგროვებს კალა და ლიდერბორდი ასე გამოიყურება. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფავორიტი გამოავლინოთ Betson Sport-ის აპლიკაციაში, რომელიც შეგიძლიათ ტელეფონით დაასკანეროთ, აქ QR კოდი გამოვა. უღრმესი მადლობა Betson-ს, თქვენი რჩეული დასაჩუქრდება Betson-ის მიერ 500 ლარის ოდენობით. ასე რომ, მადლობა ჩვენ გენერალურ სპონსორს. ასევე უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადოთ Celsius, რომელიც არის არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი, გათბობა გაგრილების კომპანია და მასაც ეყოლება თავისი რჩეული სეზონის ბოლოს. მადლობა მეგობრებო ყველას მხარდაჭერისთვის, გთხოვთ პატიოსნები გავამხნევოთ, გულები გავუსპამოთ, დიდი თხოვნა მაქვს ყველა თქვენ კომენტარს ვკითხულობ და ვითვალისწინებ, ასე რომ თქვენი მხარდაჭერა თუნდაც ცუდი ან სუსტი თამაშის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა და ეხლა საერთო მოგებების და 3 თამაშის დაჯამებას ვნახავთ. ჩვენ კი შემდეგ შაბათს შევხვდებით. მადლობა.